კარგი. სალამ მეგობრებო, კიდევ ერთხელ. ან დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ერთხელ კიდევ კარგად გავიაროთ ის საკონცო საკითხი, რასაც ქვია ციკლები, ლისტები, დიქშენერები და კიდევ რამოდენიმე ამოცანას, რომელიც მესამე თავში არის, მაგ გამოცანებს გავაკეთებთ. პირველ რიგში არ მინდა რომ დავიწყოთ ასე ვთქვათ კოდის წერით, ჩვენთვის და ზოგადად პროგრამისტებისთვის მთავარია გავიგოთ მექანიზმი, ესა თუ ის მექანიზმი როგორ მუშაობს, თორე ის სინტაქსურად მე როგორ იწერება, ეს მარტივად მოსაძებნია ესე რომ ვთქვათ, რომ უბრალოდ სინტაქსურად ეგ როგორ გამოვიყენოთ. მაგითო გადავწყვიტე, რომ დამეხატა ზოგადად მექანიზმი მუშაობის პირველ რიგში ციკლების. ანუ როგორ მუშაობს ციკლები და მე გაჩვენეთ უშუალოდ მონაცემთა სტრუქტურებს და მე გადავალთ უკვე უშუალოდ კოდის წერას. ანუ ზოგადად როგორც წესი, კოდის წერა არის ყველაზე ბოლო ეტაპი, ასე ვთქვათ, პროგრამირებაში. მთავარია გვესმოდეს ლოგიკა, ესა თუ ის ლოგიკა როგორ მუშაობს. კარგი. მოდი ჩვენ როგორც ვიცით Python-ში გვაქვს ორნაირი ციკლი, ეს არის for ციკლი და while ციკლი. და მოდი განვიხილოთ თითოეულ მათგანი, ანუ რას აკეთებს, როგორ მუშაობს. მათ შორის სინტაქსურ საკითხსაც გეტყვით, რომ აი მარტივად გავიგოთ თუ რა წერია ამ სინტაქსში და რა იგულისხმება. ესეთი ჩარჩო გავაკეთოთ. ეს ჩარჩო იყოს და აქ ვისაუბროთ ჩვენ for loop. ანუ loop არის ციკლი, ანუ for ციკლს. ანუ როგორ მუშაობს for ციკლი. პირველ რიგში for ციკლის მიზანი არის, რომ გააკეთოს რაღაც პროცესები იმდენჯერ, რა ინფორმაციის რაოდენობაც აქვს, ასე ვთქვათ, მიცემული. ცოტა გავგებრა ჭხერს, მაგრამ მოდი ახლა განვიხილოთ ეს საკითხი, ანუ რას გულისხმობ. მოდი, რადგან უკვე შეხებაც გქონდა ჩვენ for ციკლთან, რადგან მესამე თავზე ასე თუ ისე რაღაცა ამოცანები გვაქვს გაკეთებული. ნახოთ თვითონ სინტაქსი როგორ გამოიყურება, ხო? ანუ იწერება for, ანუ ეს მიუთითებს Python-ისთვის, რომ რაღაც ამ for loop-თან აქვს საქმე. მერე არის რაღაც სვამთ რაღაცა ცვლაც. მოდი ესეთი ოთხკუთხედით ავნიშნოთ. ხო, რაღაც i-ს ვარქმევთ, ან items ვარქმევთ, ან რაღაც. ხო, მოდი ჯერჯერობით ესე თქვა დავტოვოთ. ესეთი ოთხკუთხედი in და აი აქ გავაკეთოთ ესეთი რაღაც კონტეინერი. ესე რომ ვთქვათ. აი ესე გამოიყურება for ციკლის სინტაქსი. ხა კარგად რო გავიგოთ, რომ ინგლისურიდან რო ვთარგმნოთ, ანუ როგორ გამოდის, რომ for, ანუ ყოველი თითოეული ელემენტისთვის, რომელიც არის აი ამ კონტეინერში მოთავსებული. ამ კონტეინერში რა იქნება მოთავსებული, ეგ უკვე ჩვენი გადასაწყვეტი, ანუ რას ჩავდებთ შეგიძლიათ, ხო? აი შეიძლება იყოს უბრალოდ ტექსტი, შეიძლება იყოს ლისტი, შეიძლება იყოს აი range-ს რო ვიყენებთ, ხო? ნუ range-ი წარმოვიდგინოთ, ასე რომ მარტივად რო დავიმახსოვროთ საწყის ეტაპზე. უბრალოდ ფუნქცია, რომელიც გვიგენერირებს რაღაცა რიცხვების ჩამონათვალს, ხო? ანუ ამ კონტეინერში რაც იქნება, თითოეულ ელემენტს აიღებს, ჩადებს ამაში და მე ქვემოთ შეგვიძლია დავწეროთ ის ლოგიკა, რომ აი ამაში რაც ჩადო, აი იმას რა გაუკეთოს. სად წაიღოს, როგორ წამოიღოს, მიუმატოს, გამოაკლოს თუ რა უქნას. შემდეგ აი ესეთი ესე წარმოვიდგინოთ, პარემ ჩავწეროთ, თქვა სიტყვაზე, აი ამ კონტეინერში გვაქვს ესეთი რიცხვების ჩამონათვალ, ანუ ლისტი, ერთიანი, მე გვაქვს ორიანი, მე გვაქვს სამიანი, მე გვაქვს ოთხიანი, მე გვაქვს ხუთიანი და ასე შემდეგ. ხო? ესეთი რიცხვები გვაქვს ამ კონტეინერში. ეხლა for ციკლი რას გააკეთებს, რომ ჯერ აიღებს ერთიანს, ჩადებს აქ. და აი აქ რო სახელს ვწერთ, ეს არის უბრალოდ პირობითი ცვლადი სახელი, რომ აი ამ ერთ ცალ რაღაცას რა დაერქვას, რომ მე ჩვენ ამის მიხედვით ლოგიკა დავწეროთ, რომ იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით აქ ერთიანია, ორიანი, სამიანი რომელი არის, უბრალოდ სახელს ვიყენებთ, ხო? აი როგორც ცვლადების შემთხვევაში. და აი აქ ქვემოთ უნდა დავწეროთ რაღაცა, ასე ვთქვათ, ლოგიკა, ესე რომ ვთქვათ, ხო?
რაღაცა უნდა მოხდეს, სადღაც უნდა წავიდეს. ესეთი ლოგიკა გვიწერია. და აქ როგორც წესი შეგვიძლია დავუშვათ i ჩავწეროთ. ხშირად ვიხილებ ხოლმე i-ს. და ეს რას ნიშნავს, რომ აი აქ ამის უკან რო წარმოვიდგინოთ, აქ ხდება ესეთი ჩანაწერის გაკეთება, რომ i უდრის 1-ს პირველ რიგში, ხო? ჯერ ერთიანი i იყო, ეს ჩადო i ამაში, აი აქ წარმოვიდგინეთ არის i უდრის 1, აი ესეთი ჩანაწერი ცვლად. და მე აქ გვიწერია ლოგიკა, რომ i გამოიბეჭდოს, ან დაემატოს რაღაცა სხვა რიცხვი, ან გამოაკლდეს, ან რაღაცა და აი ქვემოთ ეს ჩვენი ლოგიკა რომ მორჩება, მე რა ხდება? ანუ დავუშვათ i იყოს ერთიანი, ჩადო ამ i-ში. მე აქ ჩვენ გვიწერია ლოგიკა ამ i-სთან დაკავშირებით რომ დაამატოს რაღაცა და აი აქ რომ მორჩება ბოლო ლოგიკას. მე ისევ მიდის თავიდან ზემოთ. და მე ამოიღებს, აი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. მე ამოიღებს 2-იანს. ანუ ამ ერთიანს გადააგდებს, ესე რომ ვთქვათ. და აქ დაიწერება i უდრის 2-იანს. და იგივე ლოგიკა წავა. ჩამოვაქვემოთ, ანუ რო სამორჩება ლოგიკა, წავა ისევ ზემოთ, მე აიღებს 3-იანს. და აქ დაიწერება i უდრის 3-ს. გააკეთებს იგივე რაღაცა ლოგიკას, რაც გვექნება ჩვენ გაკეთებული, მორჩება ქვემოთ, აბრუნდება ზემოთ და ისევ მე 4-იანს ანუ სანამ ყველა რიცხვს არ აიღებს, რაც არის ამ კონტეინერში მოცემული, ხო? მანამდე ეს იტრიალებს და აი ამ i-ში ჩასვამს აი ამ რიცხვს, აქ i იქნება თუ რასაც დავარქმევთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, კიდევ ერთხელ ვამბობ. და ამის მიხედვით იტრიალებს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია რაღაც ეტაპზე დავუშვათ გავაჩეროთ. ანუ აღარ გავაგრძელებინოთ ჩვენ მუშაობა. გამად გაჩერებისთვის ჩვენ ვიყენებთ ესეთ ბრძანებას breaks. ანუ breaks რას აკეთებს, რომ დავუშვათ აქ ჩვენ გვიწერია, რომ თუ რაღაცა რიცხვი არის თქვათ 4-ზე მეტი, ან 4-ის ტოლი, მაშინ გაჩერდი, ანუ მე აღარ მაინტერესებს 5, 6, 7-ის აღება აღარ მაინტერესებს და აი ამ შემთხვევაში შეწყვეტს აი ამ კონტეინერიდან რიცხვების ამოღებას. ეს არის break-ი, როგორც for signal-ზე, ასევე while signal-ზეც მუშაობს. თუ დაჟინებით გვინდა გაჩერება კონკრეტულ საფეხურზე. თორემ აი ამ break-ის გარეშე ეს არ გაჩერდება, მანამ სანამ ყველა რიცხვს არ ანუ ყველა მონაცემს არ ამოალაგებს აი ამ კონტეინერიდან. ასევე ამ კონტეინერში ახლა უბრალოდ მაგალითისთვის რიცხვები მიწერია, თუმცა ამ კონტეინერში შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაცა ტექსტი, დავუშვათ, some text ეგეთი რაღაცა, ხო? აი აქ რო ჩავდოთ ესე რო ვთქვათ და ეს აღარ გქონდეს. ამ შემთხვევაში აი აქ თითოეული ელემენტი იმისთვის იქნება თითოეული ასობგერა. ანუ პირველ იტერაციაზე, ანუ პირველ ამოღებაზე ამოიღებს ეს. და ამ ესე დავშვათ შეგვიძლია შევამოწმოთ, რომ ესი პატარა, დიდია, თუ რა არის. და იმის მიხედვით მე მოვუქცეთ ან გამოპრინტოთ ან სხვა ლისტში ჩავდოთ ან რაღაც. შემდეგ იტერაციაზე რომ მორჩება ეს ლოგიკას, ეს break-ი. მოდი ჯერ წავშალოთ. შემდეგ ამოიღებს os, ანუ i უდრის, დავუშვათ os. და იმას მიხედვით იგივე ლოგიკას განახორციელებს, ანუ თითოეული ელემენტისთვის გააკეთებს იმ ოპერაციას, რაც აქ ლოგიკაში ჩვენ გვიწერია. შესაბამისად, იმის და მიხედვით თუ აი აქ ამ კონტეინერში რა ტიპის მონაცემი დევს, იმის და მიხედვით ვარდება თითოეული ელემენტი აი აქ, აი ამ ოთხკუთხედში. და ნუ რასაც დავარქვათ, ეგ იქნება. დავუშვათ, ტექსტის შემთხვევაში არის ასოები. რიცხვებს ვერაფერს ვერ, ანუ integers ვერ გავუკეთებთ იტერაციას, იმიტომ რომ ინტეჯერი არ აიტერირებადი. ანუ ინტეჯერიდან შეუძლებელია სათითაო ციფრების ამოღება, იმიტომ რომ ალოგიკურია, ხო? იმიტომ რომ ინტეჯერი აღნიშნავს რიცხვს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ესეთი ჩანაწერიდან. თქვათ, ინტეჯერი გავასტრინგოთ, დავუშვათ 1, 2, 3 და ამ შემთხვევაში კი ბატონო, ამ 1, 2, 3-დან ჯერ 1 სამოვიღებ, მე 2 სამოვიღებ, მე 3 სამოვიღებ. მაგრამ ალოგიკურია და დაუშვებელია და არ იმუშავებს, რომ აქ ესეთი რაღაცა რო გვეწეროს პირდაპირ 1, 2, 3 ესეთი ინტეჯერი რო იყოს, ხო? უბრალოდ შეუძლებელია აქედან ციფრების ამოღება. თუ არა გავასწრებ.
ასევე თუ ის გვაქვს, ლისტი გვაქვს. ხო, ლისტი ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება იყოს რიცხვები, სტრინგები, ანუ ნებისმიერი რამ. მაგ შემთხვევაში თითოეული ელემენტი იქნება ის, რაც მძიმეებს შორის არის მოქცეული. აი, მაგალითად, აქ გვაქვს ერთიანი, მერე გვაქვს ორიანი, მერე გვაქვს რაღაც სიტყვა და დავუშვათ მოდო, მერე გვაქვს დავუშვათ რაღაც ესეთი რიცხვი 2.4 2.4 ესეთი ფლოტი გვაქვს და შემდეგ შეიძლება დავუშვათ 7 და 8, ხო? ამ შემთხვევაში რა მოხდება? აი, მე რაც ვიგულისხმო, რომ მძიმეებს შორის რაც არის, მოდი ბარემ დავხუროთ. ანუ ჯერ ამოიღებს 1-ს, მერე 2-ს, მერე ამოიღებს მთლიანად ნოდოს, იმიტომ რომ თითოეული ელემენტი აი ამ ლისტისთვის არის, აი როგორც გითხარი, მძიმეებს შორის გამოყოფილი ჩამონათვალი, ასე რომ ვთქვათ. ანუ ეს არის ინტეჯერი. ანუ ინტეჯერის აღება ცალკე მთლიანად შესაძლებელია, მაგრამ დაშლა ინტეჯერს ვერ დაშლის, ასე რომ ვთქვათ. წეგარა მაგალითიც მოგიყვანეთ, ცალკე ვერ დაშლის, მაგრამ ესე ერთი ცალი ინტეჯერი რო იყოს და აი აქ რო ჩასვას, ეგ ჩვეულებრივი თემა არის და რომ იმ ინტეჯერს მე რაღაცა მოუხერხოთ. ტექსტსაც ჩვეულებრივად აიღებს, ფლოატსაც ჩვეულებრივად აიღებს, ანუ არ მორჩება სანამ ბოლოში არ გავა. ხო, მაგრამ range-ის, ანუ ხშირად გვჭირდება ხოლმე range-ის ამბავი, ანუ ესეთი სინტაქსი გვაქვს. range და აი აქ უთითებთ დავუშვათ რაღაცა 5-ს. ანუ ამის უკან range 5-ის უკან უნდა წარმოვიდგინოთ ყოველთვის ესეთი რაღაცა, რომ ეს ტიპი აკეთებს ესე გავაკეთოთ. ეს range აკეთებს ესეთ რაღაცას, რომ დაგვიგენერირებს 0 1 2 3 4. აი ესეთ list დაგვიგენერირებს. ანუ ჩვენ რო აი აქ inis მერე რო წერთ range 5, მაგალითად, აი ამ კონტეინერში უნდა წარმოვიდგინოთ, აი ამის ნაცვლად გვაქვს აი ესეთი რაღაც. და შესაბამისად ეს ციკლი რას აკეთებს? ჯერ 0-ს აიღებს, ჩასვამს i-ში, მე რაღაცას ვიზამთ. მერე 1-ს აიღებს, ჩასვამს i-ში, რაღაცას ვიზამთ. მერე 2-ს აიღებს და ასე შემდეგ. აი აქ ამ ლოგიკით, ასე ვთქვათ, იმუშავებს. თუმცა ნუ ვიცით, რომ range კიდე დამატებით შეიძლება ჩვენ მივუთითოთ ესეთი პარამეტრები, თქვათ სიტყვაზე ორიანი იყოს თქვათ 10-იანი და იყოს კიდე ორიანი. ანუ ესეთ თუ სამი პარამეტრი აქვს მითითებული, ეს რას ნიშნავს, რომ დაიწყოს აი ესეთი ლისტის დაგენერირება დაიწყოს ორიანიდან. ანუ ამის ნაცვლად უნდა წარმოვიდგინოთ ესეთ სიტუაცია, რომ პირველი იქნება 2 და უნდა გავიდეს 10-მდე. ოღონდ ისე რომ ყოველი მომდენო იყოს წინაზე 2-ით მეტი, ანუ დავუშვათ 2 4 6 8 ესეთი ესე, ანუ 2 4 6 8. 10-ს აღარ გააკეთებს, იმიტომ რომ 10-მდე ნიშნავს ეს. და აი ეს range ეს რაღაცა რო გვიწერია, ამის უკან უნდა წარმოვიდგინოთ აი ესეთი რაღაცა არის აი აქ კონტეინერში მოთავსებული. და ისე for-ში თუ ჩავსვამ, ჯერ აიღებს 2-ს, მერე 4-ს, მერე 6-ს, მერე 8-ს. და მე რაც გვინდა ამ რიცხვებს გავაკეთებთ გამოდ ლოგიკაში. ასევე for-ციკლს იყენებენ იმ სიტუაციებისთვის, რომ საერთოდ არ ჭირდება, არ აინტერესებთ აქ როგორი ლისტი არის, ან რა დევს შიგნით, უბრალოდ ჭირდებათ მათ რაღაც ოპერაციის გაკეთება, რაღაც რაოდენობაჯერ. და ამისთვის ხშირ შემთხვევაში იყენებენ range-ს და სინტაქსი არის ესეთი, რომ წერთ for ქვედატირე in და აი აქ კონტეინერში ეს დავაკოპიროთ. ეს ეს წამოვიღოთ. და აი ამ კონტეინერში წარმოვიდგინოთ ესეთი ჩანაწერი, ანუ აქ იყოს range 5 და როგორც ვთქვით, ესეთ შემთხვევაში უნდა წარმოვიდგინოთ ესეთი ჩანაწერი, რომ 0 1 2 3 4.
5-მდე. ანუ თუ range 1 პარამეტრს ღებულობს, ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად წინ 0-იანია, ანუ საწყისი პოზიცია არის 0 და 0-დან 5-მდე და ბიჯი არის 1-იანი. დეფაულტად თუ არ ვწერთ. და თუ გვინდა ჩვენ ჭკუაზე მოვირგოთ, ესე ვთქვათ, ეს ლისტების დაგენერირების ამბავი, მაშინ პირდაპირ ესე ის რიცხვები უნდა გავუწეროთ, რაც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ თუ ერთი ცალი რაღაცა დევს, ეს ნიშნავს, რომ 0-დან იმ რიცხვამდე დაგვიგენერიროს ჩამონათვალი რიცხვების ერთიანი ბიჯით. ხო? და ქვედატირის შემთხვევაში, ანუ აქ რა ხდება, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს აქ 0-იანის წამოღება, 1-იანის, 2-იანის, 3-იანის და 4-იანის წამოღება. უბრალოდ რაღაც ოპერაცია მინდა გავაკეთო 5 ჯერ. ხო? და იმ ლოგიკით, რომ for ციკლი არ გაჩერდება მანამ სანამ სათითაო ელემენტს არ ამოიღებს და იტრიალებს შიგნით, მე შემიძლია ამითი ვისარგებლო და რაღაცა ლოგიკა გავაკეთებინო 5 ჯერ. უბრალოდ ეს რიცხვი არ მაინტერესებს, უბრალოდ for ციკლის ასე ვთქვათ, თვისებას ვიყენებ იმას, რომ აი ესე ეს ისრები რომ წარმოვიდგინოთ, რომ დაიწყებს, ხო, აი ეს უფრო კარგად გამოჩნდება. დაიწყებს ჩავა ქვემოთ, რომ მორჩება ლოგიკას, მერე ისევ ამოვა ზემოთ. ციკლის დასაწყებად. შემდეგ იტერაციაზე გადასასვლა. ანუ შემდეგ აი აიღო, ну აქ ქვედატირე მაგიტომ იწერია, რომ არაფერს არ ვარქმევთ მაგას. ანუ აქედან ამოღებულ რიცხვს არაფერს არ ვარქმევთ, იმიტომ რომ არც გვჭირდება და იგივე ლოგიკა ხდება, მორჩება, მერე ისევ ავას ზემოთ. მეორეს აიღებს, ჩადებს ამაში, ანუ უსახელოდ რაღაცას გააკეთებს, ანუ ეს არ გვჭირდება, რაღაცა პროცესებს შეასრულებს და ასე შემდეგ. და მორჩება გავა ბოლოში. ანუ ამ ლოგიკით მუშაობს for ციკლი. მაგრამ აქვე მკითხეთ რაღაცა საკითხები, რაც გაინტერესებთ, ან დაზუსტება გინდათ, ან რაღაცა, არ მოგერიდოთ, გამოჩერეთ, მკითხეთ, თუ რაღაცა კიდე გაუგებარი, უფრო დეტალურად აკისრეთ. კარგი. მაშინ ესე გადავანაცვლოთ. ასე. კაი, ეხლა ავიღოთ მეორე ამბავი. ანუ ამ შემთხვევაში აქ განვიხილოთ while loop. while ციკლი. ანუ დღეს ვსაუბრობთ for ციკლზე და while ციკლს და მათ თვისებებს. და ეს ორი ნახატი მაგიტო გავაკეთე, რომ უფრო მარტივად დასანახი იყოს ის, რომ რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და რა შემთხვევაში რისი გამოყენება ჯობია. while ციკლი იდეაში რადიკალურად განსხვავდება for ციკლისგან და მისი უპირატესობა არის ის, რომ ვეუბნებით გააკეთოს პროცესი, ანუ იტრიალოს ზემოდან ქვემოთ, ესე მანამ სანამ რაღაცა ლოგიკური პირობა არ შესრულდება. ან სრულდება უпроსტად, ან რაღაცა ლოგიკური პირობა არის ჭეშმარიტება და სანამ ეს ლოგიკური პირობა არ დაირღვევა, მანამდე იტრიალოს ციკლმა. ხო? აი, ისევ სინტაქსის ამბავსაც რომ ვასკვნათ, დავუბრუნდეთ და ვწერთ რომ while და აქ წარმოვიდგინოთ ესეთი რამე კონტეინერი, სადაც უნდა ეწეროს რაღაცა ლოგიკა. ლოგიკის შედეგი ჩვენ ვიცით, რომ ან უნდა იყოს true, ან false. ხო, რაღაც არის ჭეშმარიტება, რაღაც არის სიცრუე. ანუ აი ამ კონტეინერში მნიშვნელობა, საბოლოო მნიშვნელობა უნდა იყოს true, ან ესე დავწეროთ false. ანუ თუ აქ false-ი გაჩნდა, აი ამ კონტეინერში, while ციკლი შეწყვეტს აუცილებლად მუშაობას. თუ true არის აი ამ კონტეინერში, მაშინ ციკლი მუშაობს. ანუ ესე რომ ვთქვათ, აი სახში დენის ჩართვა გამართველი რო გვაქვს, ხო?
ზემოთ არის აწეული მუშაობა, გვაქვს სინათლე, ჩამოწევთ ქვემოთ, აღარ გვაქვს სინათლე. ანალოგიურად ეგრე არის, რომ თუ ეს პირობა რაღაცა კონტეინერში არსებული პირობა კმაყოფილდება, მუშაობს ციკლი და გაჩერები, როგორც კი false-ი გახდება, მისი მუშაობა წყდება. მაგრამ აქ ერთი რაღაცა შეიძლება ცოტა ცუდი მაგალითი მოვიყვანე ჩართულთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ავანთოთ, ჩავარდოთ, ვალციზე ეგრე ვერ ვიზამთ. საწყის ეტაპზე, როდესაც წაიკითხავს და აი ამ აქ არსებულ ლოგიკას და არის true, დაიწყებს მუშაობას და როგორც კი აქ არსებული ლოგიკა შეიცვლება, გაჩერდება და თუ ისევ true-ზე შეიცვალა აქ არსებული ლოგიკა, აღარ გააგრძელებს მუშაობას. ანუ ერთხელ იწყებს და როგორც კი false-ზე გავიდა, всё, მორჩა მისი, ასე ვთქვათ, ფუნქციონირება, ესე რომ ვთქვათ. და თუ ეგრევე false-ი დახვდა, ის არასდროს არ დაიწყება. ანუ აქ რაც გვიწერია. ხანდახან აი მაგალითებშიც და იმაშიც წერთ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ while true. ხო? და ეს true რანაირად შეიცვლება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად მიუთითეთ while six, რომ ეს უცვლელია და სულ მუშაობს. ანუ ჭეშმარიტებაა სულ და ეს ხო არც ერთ ცვლადში არ არის შენახული, პირდაპირ true მიწერია. და შესაბამისად ამის შეცვლა შეუძლებელია. რაღაცა მის გამო, მიზეზის გამო შეუძლებელია ამის შეცვლა. და მაგის გამო მე ქვემოთ რა ლოგიკაც გვიწერია ამის ქვეშ, რაც უნდა მოხდეს. გაკეთეს რაღაცა ლოგიკის შესრულების შემდგომ აუცილებელია დავწეროთ break. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იმუშავებს, ანუ რო ჩავთავთ, აი პროგრამა ჩაიციკლა, რომ იტყვიან ხოლმე, აი ეგ მოხდება. რომ არ გამოირთვა თუ ჩვენ ხელით არ გავთიშეთ, ანუ კლავიატურიდან არ გავთიშეთ ჩვენი პროგრამა საბოლოოდ. ან მეორე ვარიანტია, ну, პრინციპში თუ ეს while ციკლი ჩვენ გვაქვს ფუნქციაში მოთავსებული და ეს ფუნქცია რაღაც მომენტში რაღაცას არ ეთურნა break-ის ნაცვლად წერია return რაღაცა, ხო? დავშვათ 5. ხო? ეს return-ი იწვევს მთლიანად ფუნქციის და while ციკლის გაჩერებას. ანუ ესეთი რაღაცა რო გვეწეროს, რომ def რაღაცა ესეთი ფუნქცია გვაქვს და მასში გვაქვს რაღაცა ციკლი, რაღაცა ლოგიკით და სადღაც გვაქვს დაარეთურნე რაღაცა მნიშვნელობა, თქვა სიტყვაზე 5. თუ ეს return-ი წაიგითხა და ამუშავდა, ხო? მაშინ break-ი აღარ გვჭირდება. იმიტომ რომ ეს ჩათვალეთ, რომ უკვე დაბრეიქებულია, იმიტომ რომ ფუნქცია წყვეტს მუშაობას. თუ ფუნქცია წყვეტს მუშაობას, მაშინ არსებული ციკლიც უნდა შეცვლას, ხო ლოგიკურია. ამიტომ break-ი ამ შემთხვევაში აღარ გვჭირდება, მაგრამ break-ი გვჭირდება იმ შემთხვევაში, თუ არ ვარეთურნებთ და რაღაც სიტუაციაში გვინდა დავასწრებოთ და თან აქ გვიწერია true. და ასევე აქ თქვით ჩვენ რომ აი ამ კონტეინერში პირდაპირ true-ს თუ ჩავწერთ, მაშინ ან break-ი უნდა იყოს, ან return-ი უნდა იყოს. მაგრამ ასევე შეგვიძლია დავწეროთ ლოგიკა, რომ სანამ იმუშავე მანამ, სანამ დავუშვათ number, დავუშვათ მეტი, არა, ნაკლებია, თქვათ, ესეთ რაღაცა დავწერთ. 5. ანუ ცალკე აი ეს აღებული, მოდი ამას მოვნიშნავ ესე. აი ეს კონტეინერი, ხო, ცალკე. რას დააბრუნებს, ხო? რაღაცა რიცხვი ნაკლებია 5-ზე და თქვათ ეს ნამბერი იყოს სანამ ციკლს დავიწყებთ, ეს ნამბერი იყოს 0-ის ტოლი. ნამბერ უდრის 0-ს. ხო? ნამბერი აგერ გვაქვს არის 0-ის ტოლი, ნამბერი ნაკლებია 5-ზე. ჭეშმარიტება, ხო, ეს ჩანაწერი? ანუ true არის. შესაბამისად, while true და დაიწყო მუშაობა იმ ლოგიკის, რაც აქ გვიწერია. აქ return დავუშვათ. დავუშვათ, ჩამოვიდა ქვემოთ, აქ მეტი კოდი აღარ არის. ისევ წავიდა ოპერაცია ზემოთ. ანუ შესამოწმებლად. ხო არ შეცვლა ეს ლოგიკა? ხო? შემოწმა ნამბერი ისევ აი აქ არ გვიწერია ნამბერთან დაკავშირებით არაფერი. რომ ნამბერი შეიცვალოს, არ შეიცვალოს, არაფერი არ გვიწერია. სულ სხვა რაღაცა გვიწერია, თქვა სიტყვაზე, რომელიც ნამბერთან არ დაკავშირდება.
შემოწვა ნამბერი ისევ ნაკლებია 5-ზე. კი ბატონო, ისევ დაიწყო ამ პროცესების შესრულება. აი წამოვიდა. უი. ისევ აი ესეთი რაღაცა. ის. შემოწვა ნამბერი ნაკლებია 5-ზე, დაიწყო ამ პროცესების შესრულება, ჩავიდა ბოლოში. ავიდა ზემოთ, ისევ შემოწვა ნამბერი ნაკლებია 5-ზე, კი ბატონო ნაკლებია 5-ზე, ასე შე. ანუ იმ შემთხვევაში თუ ესეთ რაღაცას წერთ, ხო? და აი ამას არ ცვლით, ანუ ამ სიტუაციას არ ცვლით აი ქვეშ მდებარე ლოგიკაში, ეს ციკლიც მუდამ იმუშავებს. ანუ არ გაჩერდება თუ ჩვენ არ გავაჩერეთ, ანუ უსასრულოდ იმოძრავებს. იმიტომ რომ ნამბერის მნიშვნელობა არ იცვლება, ხო? ანუ არ გვიწერია ჩვენ აქ ეგ ლოგიკა. მაგრამ ჩვენ თუ დავწერთ რომ რაღაცა სიტუაციაში, კონკრეტულ სიტუაციაში დავწერთ ესეთ რაღაცას, რომ ნამბერის მნიშვნელობა გაიზარდოს 1-ით. ხო? აი ბოლოში დავუშვათ. ნამბერის მნიშვნელობა გაიზარდოს 1-ით. წამოვიდა შემოწვა, ანუ ეს აი მოდით ისევ თავიდან რომ ეკოთ. გვიწერია რომ ნამბერი არის 0-ის დოლი. while ნამბერი ნაკლებია 5-ზე. ნამბერი გვაქვს აქ 0, ხო? 0 ნაკლებია 5-ზე. კი ბატონო, ჭეშმარიტება და დაიწყო ეს პროცესები, რაღაცა ლოგიკები გვიწერია, რაღაცა და მე გვიწერია რომ ნამბერი გაიზარდოს 1-ით. ანუ ნამბერი გახდა უკვე 1. წამოვიდა შემოწვა ნამბერი ერთიანია, ამან ხო გამოიწვია ცვლილება აი ამ ცვლადის გადააწერა თავზე ერთიანი. შემოწმა, აჰა, ესე იგი ნამბერი ესა ერთიანი ნაკლებია 5-ზე, კი ბატონო ჭეშმარიტება, წამოვიდა რაღაცები გააკეთა, ნამბერი კიდე გაიზარდოს 1-ით. ანუ იყო 1, გახდა 2 უკვე დაემატა ხო 1. შემოწმა 2 ნაკლებია 5-ზე, კი ბატონო, ნაკლებია 5-ზე, გააკეთა ლოგიკა იგივე. გაიზარდოს კიდე 1, გახდა 3 ნამბერი. წამოვიდა ზემოთ. 3 ნაკლებია 5-ზე. კი ბატონო, ჭეშმარიტება, გააკეთა ეს ოპერაცია. წავიდა ზემოთ, ანუ გაიზარდა, გახდა 4. 4 ნაკლებია 5-ზე, იგივე გააკეთა. კიდე გაზარდა და ნამბერი გახდა 5. წამოვიდა ზემოთ. 5 ნაკლებია 5-ზე. არის false უკვე. ხო? 5 ნაკლებია 5-ზე არ არის, ხო? სწორი გამოსახულება. და 5 უდრის 5-ს. ამიტომ აი აქ უკვე ეს ჩანაწერი, აი აქ კონტეინერი რაც ქონდა, აი ამ კონტეინერზე ვსაუბრობთ. გახდა false. შესაბამისად, რადგან false გახდა, всё, ამ ლუპის მუშაობა მორჩა. ანუ აღარ იმუშავებს, ანუ აღარ ჩაერთვება და შემდეგ ქვემოთ სხვა კოდი რაც გვიწერია, იმაზე გადახდება, ну, რაც გვაქვს დაწერილი, ესე რომ ვთქვათ. გააგრძელებს მუშაობას. ანუ გამოვა while cycle-დან. ესე მუშაობს while cycle. ეხა როდის გვჭირდება for cycle, როდის გვჭირდება while cycle. აი ამ სტრუქტურიდან გამომდინარე, ჩანს ესეთი რაღაცა, რომ for cycle ვალდებულია მისთვის კონტეინერში მიწოდებული მონაცემების ყველა ელემენტი ამოიღოს. ანუ ჯერ 1, 2, 3, მე-4, მე-5, მე-6. ანუ ამ შემთხვევაში დავუშვით 0, 1, 2, 3, 4. წამოიღოს, ჩაყაროს და ჩაუშვას ქვემოთ, თუ რაღაცა ლოგიკები გვიწერია, ხო? ამასთან დაკავშირებით. ამ თითოეული ელემენტი ამოიღოს, გააკეთოს, ამოიღოს მეორე ელემენტი, გააკეთოს, სანამ არ მოჩვევა მანამდე იმუშავოს. ეს არის for cycle. და while cycle-ის შემთხვევაში დამოკიდებული ვართ აი ამ პირობის ცვლებაზე, როდის შეიცვლება. და while cycle-ს შესაბამისად იყენებენ მაშინ, როდესაც შეუძლებელია წინასწარ განსაზღვროთ, თუ როდის გახდება true, false. ანუ აქ როდის დაირღვევა პირობა, ესე რომ ვთქვათ, ხო? აი წარმოგიდგენთ მარტივი მაგალითი, რომ ჩავთეთ while cycle-ი და ველოდებით, რომ user-მა უნდა შემოიტანოს რიცხვი. და აი აქ ლოგიკაში გვიწერია, რომ რაღაც input-ით ვეკითხებით მომხმარებელს, ვინახავთ ცვლადში და მე ვამოწმეთ ეს ცვლადში შენახული ინფორმაცია არის თუ არა რიცხვი. ხო? თუ არის რიცხვი, კი ბატონო, ბრეიქი გააკეთოს. მაგრამ ჩაწერა ერთხელ შეცდომით და ჩაწერა ასოები. არ არის დავუშვათ რიცხვი, შესაბამისად წამოვიდა ისევ თავიდან შეეკითხა. ანუ ბრეიქი არ გავაკეთეთ. ანუ ესეთი მაგალითი რო წარმოვიდგინოთ, ნახეთ. აქ while true და ქვემოთ რო დავწეროთ ესეთი რაღაცა user უდრის inputs
და მეკითხები და მე ქვემოთ გვიწერია ესეთი რაღაცა, რომ if user is digit machine გააკეთოს break გააჩეროს. ხო? აი წარმოგიდგენთ ახლა სიტუაცია, ხო? ეს არაზოს არ შეიცვლება, ხო? ერთადერთი ჩვენ გადავწყვიტეთ ეს while ციკლი გაგვეჩერებინა იმ break-ის ჩანაწერის გამო. და ნახეთ ახლა აქ რა სიტუაცია ხდება. ამან შემოწმება while ჭეშმარიტება, ანუ არანაირ ცვლილებას არ ელოდება, კი ბატონო, ჭეშმარიტება და დაიწყო ამის აღსრულება, აი აქ რაც გვიწერია. ესე გავაკეთოთ. ანუ წამოვიდა პროცესების შესრულება. ჯერ input users კითხა, input-ი დაელოდა, რაღაცა შეეკითხა, ჩაწერა მოხმარებელმა რაღაცა. შევინახეთ user-ში. მერე if-მა შეამოწმო, რომ ეს ჩანაწერი რიცხვია თუ არა. თუ რიცხვი არ არის, ხო? ეს ხო არ დაკმაყოფილდება და აქა break-ზე არ ჩავა. შესაბამისად, while სხვა მეტი აღარ დარჩენია, ანუ არ გაჩერებულა while-ი, ხო? და იწყებს ისევ თავიდან მუშაობას. ანუ შეამოწმა, რომ ისე while true არის, ეს ახო არ შეცვლა, ვერ შეიცვლება ვერასოს. ისევ თავიდან შეეკითხა. კიდე შეეშალა. ასოები ჩაგვიწერა. ამან შეამოწმა და არ არის რიცხვები. break-ზე არ ჩამოვიდა. და ავიდა ისევ ზემოთ. while true, ისევ შეეკითხა და ასე შემდეგ. და ეს იტრიალებს მანამ, სანამ user-ი არ შემოიტანს რიცხვს და ეს არ დააკმაყოფილდება, რომ კი ბატონო, user-ი შემოტანილი მონაცემი არის რიცხვი და break, ანუ შეწყვიტე მუშაობა. და აი ამის მერე დაიწყება ქვემოთ სხვა პროცესების გავა. მანამდე იქნება აი ამ ასე თქვა ციკლში. ანუ ციკლი გულისხმობს იმას, რომ ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ და აი ესე ტრიალს, რა ნიშნავს ციკლის არსი ზოგადად ეგ არის, რომ ერთი და იგივე პროცესებში იტრიალოს ბევრჯერ. და შესაბამისად მივახოთ უკვე იმ დასკვნას, რომ while ციკლი განკუთვნილია იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია, აი ამ შემთხვევაში ხო შეუძლებელია რამდენ ცთაზე შემოიტანს სწორ პასუხს. შეიძლება საერთოდ ვერ შემოიტანს სწორ პასუხს, სულ ასოები აკრიბოს. ხო შეიძლება ესეთ რაღაცა დავუშვით. ამიტომ წინასწარ თუ არ ვიცი ჩვენ რომ დავუშვით მე-13 ცდაზე შემოიყვანს ან მე-14 ცდაზე შემოიყვანს უეჭველი სწორ პასუხს, მაგითო უნდა ვატრიალოთ while ციკლში. იმიტომ რომ განუსაზღვრელია ეგ პირობა. ხოლო აი ამ შემთხვევაში, for ციკლის შემთხვევაში, ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით, რამდენჯერ დატრიალდება ეს ჩვენი ციკლი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით აი აქ რამდენი ცალი ელემენტი დევს ამ კონტეინერში. ანუ თუ range გვიწერია და აქ რიცხვი გვაქვს, ვიცით რომ აქ 5 ცალი რაღაცა აქვს და ქვეშ არსებული პროცესები წავა 5 ჯერ, ანუ 5 ჯერ გაკეთდება. ასევე აი ამ ციკლებთან დაკავშირებით, ანუ break-ები ორივეზე მუშაობს, ანუ break-ი ნიშნავს რომ გაჩერდი, ანუ while ციკლის და for ციკლის ორივეს ერთსაც და მეორესაც აჩერებს while ციკლი. და ასევე არის continue. Continue ნიშნავს, რომ რაღაცა პროცესების მერე ქვემოთა ლოგიკის შემოწმება აღარ მჭირდება და დაიწყეს შემდეგი იტერაციიდან. აი მაგალითად აქ რო დავწერო მე ხა თქვათ აქ რაღაცა ლოგიკა მიწერია და წერ ესეთ რაღაცას, რომ თუ ეს რიცხვი თქვათ ან ეს აღებული ელემენტი არის თქვათ ორიანი არ მაინტერესებს. თქვათ ესეთ რაღაცა და წერ continuous. ანუ ეს აქ რომ მოვა, დავუშვით აქ რომ if რაღაცა მიწერია, ბარე დავწეროთ. if I თქვათ უდრის ორიანს, თქვათ წერ continuous. ეს რას ნიშნავს, რომ თუ აქ ჩაჯდა ორიანი, ხო, აი შემოწმდა მე არის ორიანი და მიწერია continue, ნიშნავს, რომ აი ესენი აღარ აღასრულო, მას ქვემოთ რაც არის, აღარ მაინტერესებს ეს ლოგიკები და გადადის შემდეგზე. და შემდეგზე გადასვლა ნიშნავს, რომ ამოიღებს ნოდოს და ნოდოს ჩასვამს. და შემდეგ შემოწმდება, აქ უკვე ნოდოს ცვლადი რო იქნება შენახული, აღარ უდრის ორს,
continue გამორჩება და გააგრძელებს ქვემოთ მუშაობას. ანალოგიურად continue მუშაობს აქაც, while ციკლშიც, ხო? რაღაცა ლოგიკა რო გვიწერია შიგნით. ხო, და დავშვათ შუაგზაში ან სადღაც გვაქვს, რომ თუ ესეთი რაღაცა სიტუაცია გვაქვს, მაშინ continue. ეს ნიშნავს, რომ მის ქვემოთ არსებული ლოგიკა არ გვაინტერესებს და გადადის შემდეგ ნაბიჯზე. და ხო, მის ქვემოთ არსებული ლოგიკაში იგულისხმება მხოლოდ ის ლოგიკა, რომელიც for ციკლში შედის შიგნით. ანუ ნახე, აი რაც მაგ გაკეთებული. აი ქვემოთ არსებული სხვა კოდი, რომელიც არ ეკუთვნის აი ამ ციკლებს, ისინი არ იგულისხმება მაგ შემთხვევაში. იგულისხმება მხოლოდ ის კოდი, ანუ ის ნაწილი, რომელიც თვითონ უშუალოდ ციკლს ეკუთვნის. ანუ ციკლში არის შიგნით, ასე ვთქვათ, შესული. ხო. და ბარემ კიდე ერთი ესეთი მაგალითიც განვიხილოთ. ჩანესტილი nested loops ქვია, ანუ ინგლისურად, ქართულად პირდაპირ გადმოთავრნოთ, ჩანესტილი ლუპი გამოდის. ან ქართულ შესატყვისი ვერ მოვძებნე ჩანესტილის. ანუ მაგ შემთხვევაში აი წარმოვიდგინოთ ორი for ციკლი, რომელიც ერთმანეთის ქვეშ არის. ანუ ერთი for ციკლი წარმოადგენს მეორე for ციკლის ლოგიკის ნაწილს. ანუ აი აქ სადღაც კიდე არის შიგნით for ციკლი. აი წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა. ისევ დავუშვათ რაც for რაღაცა სვლადი, რასაც დავარქმევთ და ამიტომ მოდი პირობითად ისე ოთხკუთხედს აღნიშნავ. in ავიღოთ ესე. in და აქაც იგივე კონტეინერი ავიღოთ. ესეთი კონტეინერი. და ამის ქვეშ, არა, მივიჩვენოთ ორი წერტილი გვაქვს. ამის ქვეშ გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ მეორე for ციკლი გვაქვს. ეს დავაკოპიროთ. და აი ესეთი. ანუ ამ for ციკლის ლოგიკის ნაწილია მეორე for ციკლი. შიგნით. ასევე კიდე შეიძლება იყოს მესამეც. ნახეთ, ანუ ამ შემთხვევაში ამის ლოგიკის ნაწილი არის მესამე და მოდი სამი ცოტა შორს დაგვიღოს, მოდი ჯერ ორის სიტუაცია განვიხილოთ. ანუ რა ხდება აი ამ შემთხვევაში. წარმოვიდგინეთ ისევ ეს მაგალითი, აქაც გვაქვს მაგალითად აი ეს range 5 და ამის უკან წარმოვიდგინოთ, რომ აი ესეთი ლისტი გვაქვს, უბრალოდ რიცხვები. ხო? და აქ დავარქვათ თქვა სიტყვაზე პირობითად, აი, ეს როგორც განვიხილეთ, ნიშნავს რას, რომ პირველ წამოსვლაზე 0-იანს აიღებს, ჩადებს ამ ოთხკუთხედში და ამის უკან უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აი უდრის 0-ს, ესეთი რაღაცა დაეწერა. და აქაც წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, კონტეინერი, რომ თქვა სიტყვაზე ეს იყოს მოდი ეს range საერთოდ არ იყოს და გქონდეს ასოები უბრალოდ a b c d და e. ცუდად გამოვხდა, ესე გავაკეთოთ. ეს. აი აქვს კონტეინერის სახით ასოები. აქ რიცხვები, აქ ასოები. ნუ შეიძლება ორივეგან რიცხვები გქონდეს, ორივეგან ასოები, მაგას არსებით მშობა არ აქვს. და აი აქ თითოეულ ასოებს დავარქვათ, თქვა სიტყვაზე, რა დავარქვათ? k დავარქვათ. k. ანუ ამის უკან თითოეულ წამოსვლაზე წარმოვიდგინეთ, რომ წერია k უდრის ჯერ a-ს, მერე k უდრის b-ს, მერე k უდრის c-ს. ყოველ მოტრიალებაზე, ხო? ეხლა ნახეთ აქ რა სიტუაცია მოხდება. თავიდან როდესაც დაიწყება, ხო? და for ციკლი დაიწყებს მუშაობას, ანუ ქვემოთ სვლას, ხო? ამან 0 აიღო, ჩადო i-ში და წავიდა ქვემოთ. ანუ ქვემოთ დაინახა, აჰა, კიდე ერთი ციკლი მქონია აქ გასაკეთებელი. ამან თავის მხრივ რა გააკეთა, ნახეთ? ეს დავაკოპიროთ, ჩავსვათ. ამან თავის მხრივ ადგა და ეს აი ჩადო k-ში. და მე აქ
რაღაც ლოგიკები გვიწერია თქვა სიტყვაზე რაღაცა უნდა მოხდეს მოკლედ. ამ i-ს და k-სთან დაკავშირებით ან სადღაც წავიდეს, ან კიდე რაღაცები დაემატოს, ან უბრალოდ გამოიპრინტოს. ანუ ესეთი რაღაცა რომ გავაკეთოთ, რომ აი აქ უნდა იყოს print i უბრალოდ str, იმიტომ რომ ინტეჯერი გვაქვს იქ i, ანუ range ინტეჯერებს საგენერებს აქ. და გვინდა k-ს გამოვეჭროთ, k იქნება a, ხო? მაგრამ ამის მერე კი ბატონო აქ შესრულდა და გამოიპრინტა ეს i და k, თქვა სიტყვაზე და მერე რა ხდება? სად მიდის რომელი for ციკლი რას აკეთებს? აქ რო ლოგიკა მორჩა, მერე ხდება ესეთი რაღაც, რომ ადის ოპერაცია უახლოეს ლოგიკამდე. ანუ უახლოეს ციკლამდე. კიდევ ვიღაც შემოგვესწრო. გამარჯობა მეგი. გამარჯობა. გამარჯობა. ხო. ანუ შემდეგი იტერაცია უნდა დაიწყოს, ოღონდ ეს აქ კი არ გადახტება ზემოთ. ჯერ ქვედას დაეჯახება, ასე რომ ვთქვათ. ანუ ჯერ ეს არის ლოგიკის ნაწილი, ხო? შემდეგ მოხდება, რომ b ჩაჯდება k-ში, i უცვლელი დარჩება. აქ i-ში ისევ 0 არის. იმიტომ რომ ზემოთ არასულა, ჯერ ეს შიდა ჩაირთო. და ჩვენ თქვით, რომ for ციკლი არ ჩერდება, სანამ არ ამოწურავს თვითონს. აი ზუსტად მაგის გამო, რომ ამის შემდგომ ეს რო ჩაირთო, ჯერ ეს უნდა ამოიწუროს, ანუ ამან უნდა ამოწუროს ყველა ელემენტი, რომ შემდეგი ლოგიკა ავიდეს ზემოთ, რომ ამან გააგრძელოს მუშობა. ზედა for ციკლმა, რომ მეორე ელემენტი აიღოს. მეორე ელემენტის აღება იწვევს ამ for ციკლის თავიდან ჩართვას. იმიტომ რომ ეს პირველი რო აიღო, ეს ხო მორჩა და ამან რომ მე ერთიანი აიღო, ეს ნიშნავს, რომ ეს ლოგიკა თავიდან განხორციელდეს, ანუ თავიდან უნდა დაიწყოს, ანუ k a-ს უდრის k, b-ს k, c-ს k, d-ს და ამის მიხედვით ეს ლოგიკები ტრიალებს. და ანუ ეს ნიშნავს, რომ ყოველი ერთი ცალის, ანუ აქედან ერთი ცალი რიცხვის აღებას მოყვება აი ამ for ციკლის თავიდან ბოლომდე გარბენა. ანუ 0-იანი ავიღე ამასოებმა ყველამ გაირბინა და გამოიპრინტა 0a, 0b, 0c, 0d, 0e. ხო მორჩა? მერე ავიდა ზემოთ, i-ში ჩაეჭდა ერთიანი. ამან ის დაიწყო თავიდან მუშაობა 1a, 1b, 1c, 1d. იმიტომ რომ i ხო არ იცვლება, სანამ ეს არ მორჩება, i არ იცვლება. ეს რომ მორჩება, მერე ადის ზემოთ ისევ ლოგიკა, აიღებს შემდეგს და ასე შემდეგ. ესე მუშაობს nested list-ი. ანალოგიური სიტუაცია არის while ციკლთან დაკავშირებითაც. თუ იდეაში ზუსტად იდენტურად მუშაობს, ანუ while ციკლში შიგნით ლოგიკაში თუ კიდევ while ციკლი არის, ჯერ ის while ციკლი უნდა მორჩეს, რომ ამ while ციკლმა შემდეგი ნაბიჯი, ანუ შემდეგი ამოსვლა და ამის შემოწმება რო შეძლოს. ესე მუშაობს ეს nested ციკლები, ესე რომ ვთქვათ. კაი, კითხვები გვაქვს თუ არა? კარგი, მოდი გადავიდეთ ახლა კოდის წერაზე. აქ გავხსნათ ახლა ჩვენ. თუ მანამდე მოგივათ რამე კითხვები და ან იდეა, მითხარით. ხო. Так, budget planning-ი, health tracker-ი 59. ხო. და ბარემ აქვე მაშინ გავვლით ჩვენ მას დიქშენერებსაც და ლისტების ამბავსაც. მოდით ესეთი ამოცანა გვაქვს აქ. მოგეთ მოცემულია რაღაც მონაცემები, ანუ ცვლადი და აი ესეთი მონაცემია. ეს მოდ დავაკოპიროთ და თან შევხედოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. აქ ფარი შევქნათ ესეთი ისა, აქ ჩავაკოპიროთ.
შევინახოთ. ტერმინალიც ჩავთვით ბარე. ხო. ამას შევხედოთ ახლა რა როგორი მონაცემი გვაქვს. ცოტა ესეთი შემაშინებლად გამოიყურება ეს რაღაც გამოგდებული ცალკე ისე, მაგრამ აი თუ შევხედოთ, ნახეთ რა სიტუაცია გვაქვს. ჩვენ ხო ვიცით ესეთი ფრჩხილები რას ეკუთვნის. ეს არის ლისტის თემა, ხო? აი ლისტი, დასაწყისი, ბოლო. აი სტანდარტულად ის ლისტი, რაც დავუშვათ number 1 აი ესეთი რაღაცა რო წარმოვიდგინოთ, უბრალოდ აქ სხვა მონაცემები გვაქვს, ანუ ერთიანის და ორიანის ან რაღაცა რიცხვების ნაცვლად გვაქვს დიქშენერები. ანუ აი ამ ლისტის შემადგენელი ნაწილები არის დიქშენერები. აი ნახეთ როგორც გითხარით, მძიმიდან მძიმემდე, დასაწყისიდან მძიმემდე, ეს ერთი ელემენტია, მეორე ელემენტი, მესამე ელემენტი, მეოთხე ელემენტი, მეხუთე ელემენტი, მეექვსე ელემენტი. და ეს ელემენტი თვითონ როგორც გითხარით არის დიქშენერი. ანუ ამ ელემენტში კიდე შიგნით გვაქვს key value, key value, key value, key value. ნუ აქ ამ შემთხვევაში ცარილი გვაქვს. და ესენიც ნუ ძიმებით არის სტანდარტული დიქშენერი როგორც გამოიყურება, ანალოგიური სიტუაცია გვაქვს. ანუ გვაქვს გარედან შეფუთული გვაქვს ასე ვთქვათ კონფეტი ლისტად, შიგნით ასე ვთქვათ თხილების ფონდში დევს დიქშენერები. და ეს ქმნის ერთიან კონფეტს, რომელიც შენახული გვაქვს აი ამ ცვლადში. კარგი. ეხლა ამოცანის პირობა გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ აი ამ მონაცემებიდან, სადაც გვაქვს ანუ ადამიანების სია, ანუ ადამიანის სახელი, გვარი, პოზიცია და რაღაც თარიღი. ესეთი მონაცემები გვაქვს თითოეულ ადამიანზე. ანუ ერთი ადამიანი, ორი ადამიანი, 3, 4, 5 და 6 ადამიანი ყავს თურმე. ხო და გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ამ მონაცემებიდან ჩვენ უნდა მივიღოთ აი ესეთი შედეგი, ესეთი ცხრილი. აქვე შეიძლება გამოიყენო მონაცემები ცხრილად გამოსატანად. ხო, რომ დავსერჩოთ, რომ რა ბიბლიოთეკა შეიძლება გამოგვადგეს აი ესეთი მონაცემის აი ესეთ ცხრილად გამოსატანად, არის ერთ-ერთი არის tabulate. მაგრამ შეიძლება იფიქროთ, რომ ძალიან მარტივად ხო არ ჩანს, რომ აი დავუშვათ რაღაც tabulate-ს გამოვიყენებ, ამას რაღაც მივუთითებ ამ ცვლადს, ამ ცვლადში რაც არის, წესით უნდა მივიღო აი ესეთი ცხრილი. მაგრამ აქ ძაღლის თავი დამარხულია იქ, რომ ნახეთ ამ ცხრილში როგორ არის სახელის სვეტი არის გაერთიანებული, ანუ სახელი და გვარები არის ერთნაირად. ჩვენ შემთხვევაში კიდე ცალ-ცალკე არის, ანუ name, first name და last name გვაქვს ცალ-ცალკე. პლუს ამას გვეუბნებიან, რომ აი ეს ცხრილი უნდა იყოს დალაგებული გვარების მიხედვით. ჩვენ თუ შევხედავთ პირვანდელ მდგომარეობას, ანუ ბოლო არის ქსიაღონგი, ხო? აქ გვაქვს ჯექსონი. და ეს არ გამოგვადგება, ანუ აი ესე თანმიმდევრობით რომ მივყვეთ და გავბეჭდოთ, არ გამოგვადგება. აი ეს ქსიაღონგი ბოლოში უნდა იყოს და ნუ ალფავიტის მიხედვით, გვარების ალფავიტის მიხედვით უნდა იყოს დალაგებული ეს მონაცემები აი აქ. და მთელი მუღამი არის ეს, რომ როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი. მოდი პირველ რიგში ისევ ხატვას დავუბრუნდეთ. მოდი გავაჩუჩოთ იქეთ. და წარმოვიდგინოთ ესეთი ზოგადად ვიზუალიზაცია, ამოცანის ვიზუალიზაცია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომ როგორც გითხარით, კოდის წერის დროს შეგიძლიათ ყოველთვის ბოლოს გააკეთოთ. მთავარია წარმოვიდგინოთ სტრუქტურა, ანუ რა არის მერე უნდა მოხდეს. მოკლედ, გვაქვს რაღაცა მონაცემები, ეს მონაცემები შედგება ლისტი და შიგნით არის დიქშენერები. ანუ ბევრი დიქშენერები, ესეთი ლისტი გვაქვს წარმოდგენილი. ხო? და საბოლოო ჯამში აქედან ჩვენ უნდა მივიღოთ შედეგი იმისი ცხრილის. ხო? ბავშვებთ, ეს ცხრილი უნდა იყოს დაყოფილი რაც ესეთი რო წარმოვიდგინოთ.
ისე. აჰა. აი ეს. ასევე გავაკეთოთ ესეთი ამბავიც. ბარე. ნუ ესეც ხრელად უნდა გავაკეთოთ. მაგრამ აი აქ აი ამ შვალში სანამ საწყისიდან ბოლომდე მივალთ, უნდა მოხდეს რაღაც. და ეხლა ვნახოთ რა უნდა მოხდეს აი ამ შემთხვევაში. ანუ პირობიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სანამ ანუ პირველ რიგში გვჭირდება მოკლედ გვარებით დალაგება. და რატომ ჯერ გვარებით დალაგება და მერე სახელი და გვარი შეერთება? იმიტომ რომ ცალკე გვაქვს ბარემ გამზადებული გვაქვს, ხო? ცალკე მნიშვნელობად გვარები და ამის აღება შეგვიძლია და ამის მიხედვით გადავალაგოთ. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ აქ ესეთი ერთ-ერთი ოპერაცია უნდა მოხდეს. ანუ ამაში შიგნით ეს მონაცემები უნდა გადალაგდეს რაღაცა ლოგიკის მიხედვით. ნუ ეს ლოგიკა არის, რომ ეს რაღაც ტექსტური გვარები რაც გვაქვს, ალფავიტის მიხედვით უნდა გადმოვალაგოთ. ეს არის ნაბიჯი 1. ჯერ ეს უნდა მოხდეს. შემდეგ ამ დალაგებულიდან უნდა მოხდეს იგივე სტრუქტურის წარმოება, როგორც საწყისი იყო. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს მთლიანად წამოვიღოთ. აი აქედან, აი აქ უნდა გადალაგდეს ოღონდ ახალი სტრუქტურა. ანუ აქ ესე გავაკეთებ. ეს არ გვჭირდება. რომ თითოეული აი ეს ელემენტი რისგან შედგება? რომ აი აქ გვაქვს სახელი, გვაქვს გვარი, ხო? და კიდე რაღაცები. ხო? აი ამაში. და აი აქ მოდი აქ დავწერბარემ კიდე რაღაცები. ბარე. რომ კონდეს, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ აი ამაში რა შედის? სახელი ცალკე არის, გვარი ცალკე და კიდე რაღაცები არის. შესაბამისად რომ გადავალაგებთ, მივიღებთ ზუსტად იგივეს, პროსტა გადალაგებულს აი ამ ლისტში, სხვა ადგილას, ოღონდ ისე, რომ გვარის მიხედვით იყოს, თითოეული ხო გვარი გვაქვს. და ესენი ისე უნდა გადავალაგოთ, რომ აი ეს გვარების მიხედვით დაალაგდეს აი ამ ლისტში. მერე აი აქედან უნდა ვაწარმოოთ, ოღონდ ეს უნდა იყოს ახალი და იმ განსხვავებით, რომ აი აქ თითოეულ აი ამ ჩანაწერში გვაქვს მარტო მთლიანი სახელი და კიდე რაღაცები. ნუ რაც არის, ანუ სახელი და გვარის გარდა კიდე რაღაცები არის. ანუ აქ გაერთიანება უნდა მოხდეს, ხო? სახელი ცალკე და გვარი აქ თუ ცალკე არის, აქ მთლიანად უნდა გაერთიანოს ერთ სტრინგად, ესე რომ შუაში რომ ეს იყოს space. და ნუ კიდე რაღაცები მერე მიემატოს. და აი ამას მერე ეს უნდა წავიდეს, მერე აი ესეთი ფორმით გამოიბეჭდოს. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზანი, როგორ უნდა flow, ესე რომ ვთქვათ, რო ავაწყოთ, რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. კაი. დავუბრუნდეთ ახლა ისევ ჩვენს კოდს. ანუ გვაქვს ცვლადი, აი ეს first name, last name და კიდე რაღაცეები. first name, last name კიდე რაღაცეები. ანუ შესაბამისად რო წარმოვიდგინოთ, იგივე აი ეს სტრუქტურა რო წარმოვიდგინოთ. ხო, ახალი როგორი უნდა გამოიყურებოდეს, ხო? აქ უნდა გქონდეს full name, სახელი და გვარი და კიდე რაღაცეები. ანუ last name ცალკე აღარ უნდა გქონდეს. ანუ full name აქ უნდა იყოს სახელი და გვარი და მერე კიდე რაღაცები და დარჩენი იგივე სტრუქტურა უნდა იყოს. ეს უნდა შევქმნათ პროგრამულად, ანუ ხელი და უნდა გადავწყვეტ. კაი. ეხლა ეს ყველაფერი როგორ გავაკეთოთ? კაი, წავედით. პირველ რიგში დავიწყოთ იმითი, რომ დავსორტოთ ჩვენ ეს ყველაფერი.
ახლა როგორ დავსვირდოთ? მოდი შევქმნათ ესეთი ფუნქცია. ან ფუნქციებზეც ვისაუბროთ. Sort people. ნუ პრინციპში კი დამიწერე, მაგრამ ახლა ახსნათ აქ რა წერია. აი. ახლა აქ რა წერია? ამ ფუნქციაში შემოდის რაღაც მონაცემები და მე წარმოდგენილი მაქვს, რომ ამ ფუნქციაში უნდა შევიტანო, ანუ ჩემ ხელში ხო რა შეჭავდებ ამ ფუნქციაში. მე უნდა შევიტანო აი ეს რაც მაქვს. ან ჯერ შევიტანე იქ უბრალოდ სვლადი დავწერე, ხო? აი ესეთი სტრუქტურა უნდა შევიდეს შიგნით. როგორც თქვით, რომ ეს სტრუქტურა არის ლისტი და მე შიგნით არის dictionary, ანუ გარედან თავარი შესაფუთი არის ლისტი. Lists აქვს sorted მეთოდი. თავისი. Sorted მეთოდი რას აკეთებს, რომ აიღებს აი ამ ჩვენს lists და ანუ sorted სიტყვა გონება, რომ რაღაცის მიხედვით უნდა დასორტოს. აიღო ეს ჩვენი ლისტი და აი key არის ესეთი არგუმენტი და key-ში უნდა მივუთითოთ აი რის მიხედვით უნდა დაისორტოს, იმიტომ რომ აქ ჩვენ dictionary გვაქვს, dictionary-ში უნდა ჩავძვრეთ გვარამდე, ანუ თითოეული გვარის აღება უნდა მოხდეს, ამ სორტით უნდა შეამოწოს ეს გვარი რა ასოზე იწყება და იმის მიხედვით გადაალაგოს. ეხლა რა ხდება, ნახეთ? ამ გასაღებს მე ვაძლევ ფუნქციას. მაგრამ ლამდა ფუნქციაზე ვისაუბროთ, ლამდა ფუნქცია არის არაფრით განსხვავებული სხვა სტანდარტული ფუნქცია, აი def რაღაცას რო წერთ, გარდა იმ ფაქტორისა, რომ სახელი არ აქვს. ანუ def აი sorted people მე რო დავწერე, აი ეს არ აქვს. უბრალოდ მაგითო წერთ ლამბდას, ანუ ლამბდა უნდა იყოს სხვა რაღაცის დაწერა შეუძლებელია, იმიტომ რომ მაგითი პროგრამა დამეხტოს, რომ ანონიმურ ფუნქციასთან აქვს საქმე, ანუ ანონიმურ ნიშნავს, რომ უსახელო ფუნქცია არის. ეს x-ი არის იგივე რაც აი დავშვათ ფრჩხილებში, რასაც გადავცემთ ხოლმე არგუმენტი. ეს ორი წერტილი, აი ფუნქციებიდან გამომდინარე, არის ეს ორი წერტილი. და ორი წერტილის მერე რაც წერი არის return რაღაცას რო დასაც წერთ ხოლმე ფუნქციაში, აი ეს. ანუ წარმოგიდგენთ, რომ აი ეს ჩანაწერი არის სტანდარტული ფუნქციის ჩანაწერი, უბრალოდ იმის გამოკლებით, რომ def რაღაც სახელი არ აქვს. დანარჩენი ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება ფუნქციას. უბრალოდ რაღაც სიტყვა return და რაღაცები არ იწერება უბრალოდ. იგულისხმება. ეხლა დავუბრუნდეთ ისევ sorted-ს. ანუ sorted-ს ვეუბნებით, რომ მიიღე ეს ჩვენი ლისტი. ლისტის თითოეული ელემენტი, როგორც შევთანხმდით, არის ერთი ცალი dictionary, ანუ ეს ცალ-ცალკე რო ავიღოთ ერთი ცალი dictionary და ვეუბნებით, რომ დასორტე თითოეული ელემენტი პირობითად დავარქვი x-ი ამ ერთ ელემენტს და აი როგორც for i-ის რაღაცებს რო წერთ ხოლმე, ხო? აი პირობითი სახელია უბრალოდ თითოეული ელემენტის. x-ი რაღაცა დავარქვით თითო ელემენტს და მასში იპოვე last name. Last name-ი რაც დაგიბრუნებს გვარს, აი მაგას შეხედე და მაგის მიხედვით დამილაგე. ანუ რა გამოვიდა, ნახეთ? მივეცი ლისტი და უთხარი დამილაგე და დალაგების რას უყუროს მაგისი ამოღების პრინციპი უთხარი, რომ თითოეულ ელემენტში ჩაძვერი და ნახე last name-ის მნიშვნელობა რა არის. და შესაბამისად last name-ის მნიშვნელობებს ამოალაგებს, ანუ ამის უკან ახლა რა მოხდება, ნახეთ? sorted-ის უკან იდეაში ციკლი დგას, for ციკლი დგას სტანდარტული და აი ამ მეთოდის მიხედვით ამ თითო for ციკლი როგორც ვიცით ვალდებულია თითოეული ელემენტი აიღოს, რადგან აიღებს თითოეული ელემენტს, მასში შეამოწმებს last name-ის მნიშვნელობებს, ამოალაგებს, დაილაგებს ასე ვთქვათ წინ ამ გვარებს. შემდეგ აი ამ გვარებს გადაალაგებს მის მიხედვით, ალფავიტის მიხედვით და როგორც ის გადაალაგა, იმის მიხედვითაც მთლიანად აი ამ ობიექტებს, აი ამ ლისტში გადმოალაგებს. და მივიღებთ უკვე დასორტილ ვერსიას. აი ბარემ რომ შევამოწმოთ, ბარემ გამოვიძახოთ ეს ჩვენი ფუნქცია. დავშვეთ result, დავარქვათ sort people და
ეს people-ი არის, როგორც ვიცით ჩვენ, როდესაც ფუნქციას ვწერთ, არგუმენტი ვაწვდით, უბრალოდ როგორც ცვლადის სახელს, რომ მე ეს ცვლადის სახელი გამოვიყენოთ ლოგიკაში, შიგნით, რაც ამ ფუნქციაში გვექნება. მაგრამ როდესაც უკვე ვიძახებთ აი ამ ინსტრუქციას, ხო, ფუნქციის ინსტრუქციას, მაგ შემთხვევაში არგუმენტად უკვე უნდა მივცეთ რეალური მონაცემი, სადაც გვაქვს რეალური მონაცემი, გვაქვს აი აქ. აი ამ ცვლადში შენახული. და მოდი ახლა გამოვპრინტოთ print result. და ვნახოთ რას მივიღებთ. Python main.py. ხო, ცოტა ცუდად ჩანს, მაგრამ აი ნახეთ, ბოლო ჩანაწერი, აი ნახეთ, ლისტია ისევ, ლისტი ხო? და შიგნით არის დიქშენერები. ერთი დიქშენერი, მეორე დიქშენერი აგერ არის, მესამე აგერ არის, მეოთხე და ასე შემდეგ და ბოლო აგერ არის. აი ბოლოს ტიპს თუ შევხედოთ, last name არის xiaomi. ანუ სწორად გადაგვილაკა, ხო? ანუ ალფავიტის მიხედვით თუ მარტო გვარებს შევხედავთ, xiaomi ბოლოში უნდა იყოს. აქ გვაქვს, მე მგონი, მეორე. ხო? ანუ იგივენაირი ლისტი, იგივენაირი სტრუქტურა დაგვიბრუნა, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ აი ეს ობიექტები არის გადალაგებული იმისთან მიხედვით, თუ გვარში რა წერია. ამით პირველი პრობლემა აი აქ ნახაზში რაც ჰქონდა, რომ დაგველაგებინა ალფავიტის მიხედვით, მოვაგვარეთ. ანუ ეს თემა ასე თქვათ მოგვარდა. ეხა გვაქვს შემდეგი პრობლემა. ჩვენ უნდა წარვქნათ ახალი მსგავსი ტიპის სტრუქტურა, სადაც სახელაგვარი კი არ გვექნება, გვექნება მთლიანი სახელი, რომელიც სახელ და გვარს აერთიანებს, ცალ-ცალკე რო არ გქონდეს და კიდე რაღაცები. რაც მოყვება ხო. ეხა ეგ პრობლემა გვაქვს წინ. ხო, სად ვიყავით? აქ ვიყავით. მოდი ესენი დავაკომენტაროთ. ცოტა ხნით, ანუ ეს ფუნქცია სწორად მუშაობს, დავტესტეთ, მუშაობს. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ფუნქციაზე. def დავარქვათ new name generator. ესეთი რაღაცა დავარქვათ. так. აქ ეს რაღაც არ გჭირდება. ეს არ გჭირდება. და აქ ნახეთ. მოდი ჯერ ბარემ აი ამას ჩავასწორებ და აქ ეს full name ერქოს. და აქ string-ით ეს ასე მე გამოდობა last name. ეს არ გვინდა. ხო. აბა ეხლა ნახოთ აქ რა სიტუაცია გვაქვს. ისე ფუნქცია დავწერეთ, რომელსაც პირობითად მე ვაპირებ, რომ ჩამოვაწოდო ის ჩემი მონაცემები, ოღონდ ამას დედანს კი არ ჩამოვაწვდი, უკვე გადასორტილი რასაც დამიბრუნებს, გადასორტილი ხო ზუსტად იგივე ფორმაც დამიბრუნებს, პროსტა გადალაგებულია, მაგის ჩამოწოდებას ვაპირებ. და ვიწყებ for cycles, რომ აი ეს ჩამოწოდებული ინფორმაცია რაც მექნება, აი ამაში, აი ამ კონტეინერში, აი ამ ლისტში, უნდა for cycle-ი როგორც ვიცით, რომ for cycle-მა უნდა აიღოს თითოეული ელემენტი და ჩასვას, ну ამ შემთხვევაში დავარქვი პერსონი. თითო პერსონი. ანუ ლისტის თითოეული ელემენტი ამ შემთხვევაში არის აი ეს. ანუ პერსონში ჩაჯდება აი ესეთი რაღაც. ანუ ეს თითო დიქშენერი. და for cycle-ი როგორც ვიცით, არ გაჩერდება, მაგრამ სანამ ყველა ესეთ მას არ აიღებს და არ ჩადებს, ანუ ამ შემთხვევაში ამ პერსონში. ეხლა მე ვაკეთებ ესეთ რაღაცას. ანუ ჩადო ეს დიქშენერი მანდ. და ნახეთ new person, ანუ ახალი დიქშენერი შევქმნი. აი ეს ფრჩხილები მაგას მიგვითითებს, რომ ახალი დიქშენერი მაქვს. ამ ახალ დიქშენერში მე შევქმნი ახალი key, დავარქვი ჩემ ხელშია რაც მინდა იმას დავარქვი. full name-ი დავარქვი, რომლის მნიშვნელობა უნდა იყოს აი ამ პერსონა, რომ აიღო აქედან მინდა first name-ის აღება, last name-ის აღება.
ანუ როგორ ხდება ახლა აღება? ანუ პერსონში ხო დევს, აი დავუშვათ აი ესეთი რაღაც. ოთხკუთხედ ფრჩხილში მე თუ მიუთითებ მის keys, ანუ first names, ეს დამიბრუნებს მის სახელს, აი ამ მნიშვნელობას. ანუ წარმოგიდგენთ, აი ამ ჩანაწერის მნიშვნელობა, აი ამ შემთხვევაში თუ პერსონში ეს წერია, არის ეს სახელი. იმიტომ რომ ამას დამიბრუნებს. ისევ პერსონის last name-ი რო ავიღოთ, ხო, last name, ანუ ფრჩხილებში, ოთხკუთხედ ფრჩხილებში უთითებ სად მოძებნოს, ხო, აი keys უთითებ. ეს მიუთითე, დამიბრუნა ეს გვარი. და შესაბამისად მე ამით უკვე f string-ით ავაწყვე, აქ სახელი ჩაჯდება, მერე პატარა space-ი მექნება და მერე გვარი ჩაჯდება და ეს ერთიანი string-ი დაგენერირდება აქ. და ამას შევინახავ full name-ის value, ანუ full name-ი არის გასაღები, მისი მნიშვნელობა არის ესა. persona აი სხვა რაღაცები რო დავწერეთ, ხო? ეგენი იგივე უნდა დარჩეს, არ უნდა შეიცვალოს. ამიტომ ისევ persona დავტოვე იგივე სახელით, ოღონდ თავიდან შევქმენი და გადმოვწერე ძველიდან. ანუ ეს რო აღებულია person-ში ხო ზის და იქიდან ავიღე ეს key, რომელიც დამიბრუნებს აი ამას. ანუ წარმოგიდგენთ, რომ აი ამას მიეწერება აი ეს. separation date-იც იგივე დავტოვე, მიეწერება, ну ამ შემთხვევაში ცარიელია და ცარიელი მიეწერება რაც არის. და ესე შეიქმნა ახალი dictionary, ანუ ახალი აი ესეთი სტრუქტურა. და შესაბამისად ეს ცალკე ცარიელი ლისტი რო გვაქვს, ამაში ჩავტენე ეს ჩემი ახალი dictionary. შემდგომ ეს მოხდა დავუშვათ აი პირველ მასზე, ხო, პირველი რაც აიღო. პირველი დაამუშავა. მე for ციკლი ვიცით, რომ უნდა გადავიდეს შემდეგ ელემენტს, ან შემდეგი ელემენტი უნდა იყოს. აიღებს ამას. ამისთვისაც ცალკე თავიდან შეიქმნება ეს პერსონი, ახალი dictionary. იქ აი აქ პერსონში ხო იქნება უკვე მეორე ჩამჯდარი, აი პერსონუდრის, აი მეორე ელემენტს, ხო? მაქიდან ამოიღებს ამ სახელაგვარებს, პოზიციებს და separation date-ებს, ჩატენის new people-ში. შემდეგ ისევ კიდე შემდეგს აიღებს, ანუ მესამეს, მერე მეოთხეს, მერე მეხუთეს და ანუ სამ ბოლომდე არ აიღებს ყველას. და მის მიხედვით შექმნის ყველა ახალ მას და ჩატენის აი ამ ლისტში. და საბოლოო ჯამში for ციკლი რომ მორჩება, მერე დამიბრუნებს returns. მე რომ ეს ესე დავწერო, რას ნიშნავს ნახეთ? ჩვენ ხო ვიცით, რომ for ციკლის შიგნით რაც წერია, თითო იტერაციაზე ის უნდა გაიაროს. ანუ თითო მოტრიალებაზე, ესე რომ ვთქვათ. ანუ ჯერ რო აიღო პირველი ეს ელემენტი, ჯერ ეს გააკეთე, მერე ეს გააკეთე, ეს გააკეთე, ეს გააკეთე და ესეც უნდა გააკეთოს. და იმიტომ რომ ეს შიგნით არის. და ეს თუ გააკეთა, ჩვენ ვიცით, რომ return-ი წყვეტს ფუნქციის მოქმედებას, შესაბამისად წყვეტს ციკლის მოქმედებას და ამ ციკლს აღარ ექნება იმის საშუალება, რომ მეორე ელემენტი აიღოს, იმიტომ რომ აქ დარეturn-ა რაღაცა და всё, ეს ფუნქცია დაიხურა მთლიანად. და ეს თუ ესე დავწერთ, ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ამაში ერთ ელემენტი, ერთი რაღაცა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ აქ people-ში შეიძლება მილიონი ადამიანის ჩანაწერი იყოს, ესეთი ჩანაწერის შემთხვევაში მივიღებთ მხოლოდ ერთ ადამიანს, პირველს რასაც აიღებს, ის ჩაჯდება აქ და დარეturn-დება აი აქ ჩამჯდარი ინფორმაცია და всё, მორჩა. მაგრამ საკმარისია მე ეს აქ გამოვწიო. ეს რას ნიშნავს უკვე პროგრამისტვის, რომ for ციკლის შიდა ლოგიკა არის მხოლოდ ეს. ანუ ამაში უნდა იტრიალოს და როცა მორჩება ყველა იმის ამოღებას, მერე გადმოვიდეს უკვე აი ამაზე. მანამდე არა. და თუ ამას შეგნით შევწევ, ეს return-ი ხდება ამ for ციკლის ლოგიკის ნაწილი და იძულებულია თავიდან ბოლომდე როცა გაივლის, აი აქ ესეც გაიაროს, ესეც გააკეთოს და მაგიტომ return-ი რადგან გაკეთდება, ყოველთვის გვექნება ერთი მნიშვნელობა აი ამ people-ში. უბრალოდ გარეთ უნდა გამოვწიოთ, რომ for ციკლის ლოგიკის ნაწილი არ იყოს ეს new people. კაი. მოდი დავტესტოთ აბა. რაღაც კითხვა შემოვიდა. მოდი სამწუხაროდ უნდა გავიდეს, საკონსენტრაციო უნდა გასვლა მიწევს. იმედი ეს ლექცია ჩანაწერად შენახება და ნახავ ხოლმე შენახებ. კი რა თქმა უნდა ეს ლექცია ჩანაწერად ვიწერე ხა ამ ლექციას და მე დავდებ რა თქმა უნდა ამ ლექციას.
უბრალოდ დასრება არის კარგი, რომ თუ რაღაც კითხვები გაქვთ, რაღაცები, მკითხოთ ბარემ და ვისაუბროთ. ანუ ჩათვალეთ, რომ ჩვეულებრივ ამიტომ რომ პროცესია და ვსაუბროთ. ხო, დაუბრუნდეთ ჩვენს ამბავს. მოდი ახლა ეს ყველაფერი დავტესტოთ. აი ეს ნაწილი როგორ მუშაობს. მოდი ჯერ დაუსორტა ვარიანტზე ვცადოთ. და პრინტი. ეს გავაცოთ. ანუ გამოვიძახე ეს ჩვენი ფუნქცია. ჩავაწოდე ის ჩემი ჯერ დედანი, რაც მაქვს, დაუსორტავი. და მაინტერესებს თუ დამიბრუნებს ზუსტად იგივე სტრუქტურას, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ first name, last name აღარ მექნება და მექნება full name, სახელაგვარი გაერთიანება და დანარჩენები გაკეთება. так, აბა გავუშვათ. ნახეთ, ისევ ლისტია თავიდან ბოლომდე და შიგნით არის დიქშენერები. ერთი დიქშენერი, მეორე დიქშენერი და ასე შემდეგ. ნახეთ, full name Jake Jacobson. ცალკე აღარ არის უკვე, აი ამის გამო. ხო? Position, ნუ ეგენი ისევ დარჩა, separation date, როგორც გამსაზღვრე. ახალ დიქშენერები, ანუ გადმოვწერე ესე რომ ვთქვათ, ახალი სტრუქტურა, რაც მე ჭირდებოდა. ძველი სტრუქტურიდან გადმოვწერე ახალი სტრუქტურა. კაი, მოდი ახლა შევაერთოთ ჩვენ ეს ორი ნაწილი. ანუ გვაქვს ჩვენ ფუნქცია, რომელიც სორტავს და გვაქვს ფუნქცია, რომელიც აგენერირებს ძველი მონაცემიდან ახალ მონაცემს, ის რომ first name და last name გაერთიანოს. მოდი ესეთი ცვლადი შევქმნათ, sorted sorted p დავარქვათ. sort people p-ა, ხო. sorted people ეს დასორტავს და შეინახავს ამაში. და რეზულტმა ამ დასორტილიდან უნდა დამიგენერიროს უკვე ახალი მაგიტომ მივაწვდი უკვე დასორტილ ვერსიას ამ სახელების გენერატორს და უკვე ნახეთ ქსიანგი უნდა გქონდეს ბოლოში, ხო? ტაო ქსიანგ არის ბოლოში. აი ბოლო დიქშენერი არის ეგ. ამით დავწუნდით, რომ სწორად იმუშავა ჩვენმა ლოგიკამ. ეს აღარ გვინდა. და თან გამოგვივიდა რა, რომ ფუნქციებში გავშალეთ, ანუ ერთი ფუნქცია გვაქვს, რომელიც სორტავს, მეორე ფუნქცია გვაქვს, რომელიც ახალ სტრუქტურას აგენერირებს. კარგი. და დაგვრჩა რა, პრინციპში ცხრილად გამობეჭდო აღა დარჩა ჩვენი ამბავი. ანუ მარტო პრინტ, ანუ ესე ხო საშინლად ჩანს. ამ შემთხვევაში ჯერ არ გვისწავლია ამაზე მუშაობა ბიბლიოთეკებზე, მაგრამ თუ დაასერჩავთ რაღაცა, კარგია. import, მე მგონი დაყენებული მაქვს და დაყენებული მქონია. ესეთი ბიბლიოთეკა არის, შეგიძლიათ მე დაგუგლოთ. რომელსაც შეუძლია მარტივად აი ესეთი სტრუქტურა რომ მივცე, ანუ dictionary, უბრალოდ ლისტი, შიგნით dictionary. რომ მარტივად გამობეჭდავს უბრალოდ უნდა წაიკითხოთ ხოლმე მისი ინსტრუქცია. რომ აი ამ ტაბულეტში რაც დავაიმპორტე, ან დაიმპორტება რაღაცა ბიბლიოთეკის ნიშნავს, რომ Python-ზე უკვე გამზადებული ვიღაცის მიერ დაწერილი პროგრამა წამოვიღე. ეს მანამდე დაინსტალირებული მქონდა. pip install tabulate ესეთი ბრძანება უნდა აკრებოთ. ტერმინალში და დაინსტალირდება თქვენთანაც. ანუ ეს ნიშნავს, რომ ვიღაცის მიერ დაწერილი Python-ზე დაწერილი პროგრამა არის tabulate, რომელშიც შიგნით არის უკვე გამზადებული რაღაცა ფუნქციები. ანუ ყოფილა შიგნით ფუნქცია რაღაც tabulate და ამ ფუნქციას, როგორც მე ვწერ ფუნქციებს, ზუსტად ანალოგიური ფუნქცია არის, უნდა მივცე ჩემი უკვე რეზულტატი, საბოლოო რეზულტატი და მოდი ჯერ ესენი არ გვინდა. რომ დავინახოთ შედეგი. და მე იმას დავამატებ. რომ მივცე ამ ტაბულეტს მივცე ჩემი შედეგი, რაც მე მჭირდება. ვნახოთ. ნახეთ? აი ამ ფუნქციამ შიგნით ბევრი რაღაც არის. კონტროლი და მაუსით რო დავაჭირო, აი ნახე, ესეთი ფუნქცია არის, ბევრი რაღაც არის შიგნით გათვალისწინებული. ნუ ამაში ასე ვთქვათ, ჩასვლა არ ღირს. მოკლედ შიგნით როგორ მუშაობს, მაგის გარკვევა ჯერჯერობით არ გქონდა.
მივეცი ეს ჩემი dictionary აი მანამდე როგორც გამოიყურებოდა, მანამდე ესე გამოიყურებოდა ჩემი რეზულტატი. ხო? აი ეს მივეცი ამას და გამომიტანა ესეთი ლამაზი ფორმით, აი ამ ჩანაწერით. მაგრამ ნახეთ, აი აქ არ მაქვს როგორც ცხრილს ახლა აქვს ისინი ჰედერები ესე რომ ვთქვა. აი აქ ჰედერები არ მაქვს. და ტაბულის თურმე შემიძლია მივაწოდო ესეთი პარამეტრები headers და ესეთი სიტყვას დავწერე case. ეს შემოფიქრებული არ არის, ეს ამას ტაბულის სჭირდება. და ეს რას ნიშნავს, რომ დაინახავს, რომ შიგნით არის dictionary-ები, dictionary-ს აქვს გასაღები, ხო? და მაგით იმიხდრო, რომ ესე იგი ამ dictionary-ის key-ები უნდა აიღოს სათაურებად. და აი რომ გავუშვათ, ნახეთ როგორ რაღაცა მივიღე. Full name, position, separation date. ანუ ესენი წამოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს მქონდა full name, position, separation date. გაკეთებული. და თითოეულ dictionary-ში ეგრო დაგენერდა და მაგის მიხედვით წამოიღო. და კიდე მესამე პარამეტრია table fmt და grid. ანუ table fmt რას ნიშნავს, რომ ამ ტაბულეთში კიდე არის გათვალისწინებული დიზაინი, აი ამ ცხრილის. აი მანამდე ხო აი ესეთი დიზაინი გამომეჩნდა. როცა არ მეწერა ეს default ცხრილი არის. დიზაინის ესე რომ ვთქვათ. ეს არის უკვე grid-ი. თუ სხვას არ მეგონი, მოდი დავსერჩოთ, ნახოთ. Tabulate library. აი ეგ არის. Tabulate. აი ესე შეგიძლიათ დაინსტალოთ pip install tabulate ტერმინალში და დაინსტალირდება. ეს არის დოკუმენტაცია. როგორ მუშაობს ეს ბიბლიოთეკა. და ნახეთ supported table formats area. ანუ მე შემიძლია ეს სახელები არის ხელმისაწვდომი, ანუ ესეთი დიზაინები არის გამზადებული შიგნით და ამ დიზაინების მიხედვით ნებისმიერი შემიძლია გამოვიყენო. მე მგონი ერთ-ერთი მოდი ჯირა ვნახოთ. ჯირა როგორ მუშაობს. ანუ grid-ის ნაცვლად ჯირა. აბა როგორ გამოიყურება ახლა ვნახოთ ჯირა. ანუ ეს მესამე პარამეტრი უბრალოდ განსაზღვრავს დიზაინს. ну, არც თუ ისე სახარბიელოა, არ მომეწონა მართალი გითხრა. Mixed outline, heavy outline-ი ნახოთ. როგორ მუშაობს? აბა ეს. ეს გაცლებთ პროუკეთესი. და ესე შეგიძლია რაღაც პატარა ექსპერიმენტები ჩაატაროთ ამ ბიბლიოთეკებზე. ბიბლიოთეკები თუ არსები არის მე-6 თავი ბიბლიოთეკებთან მუშაობის პრინციპები. თორე ესეთი ბიბლიოთეკები არსებობს მილიონობით, მსგავსი ფუნქციის შემსრულებელი კიდე ბევრია, თუმცა ერთ-ერთი პოპულარული Tabulate და მარტივია გამოსაყენებლად. ხო, აი მივეცი მონაცემი, ჩაუწერე რომ აი ამ დასახელებაში გამოიყენოს dictionary-ის key-ები და ფორმატი, რომელიც დოკუმენტაციაში ვნახე თურმე ესეთი შეიძლება რომ ჩაუწერე და მივიღე ესეთი რეზულტატი, რაც მჭირდებოდა. თან იმით გათვალისწინებთ, რომ პირველ რიგში ნახეთ, ჯერ დავსორტე. მე ამ დასორტილიდან გამომდინარე დავაგენერირე ახალი სახელები, შევინახე ამ ფლოტში და ეს ფლოტი მივეცი ამ ტაბულეტს უკვე გამოსაბეჭდად. ეს იყო 59 დავალება ჩვენთან იმაში. 50-ათი ამის ბიძაშვილია, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ სანამ ეს გამოიბეჭდება ყველა მოხმარებელს უნდა ვკითხოთ სახელი და გვარი მოხმარებლის ისა კლიენტის და ის უნდა ვიპოვოთ აი ამ ჩამონათვალში და მარტო იმისი ესეთი ცხრილი უნდა გამოვიბეჭდოთ. ანუ ერთი ზოლი ესე ვთქვათ, full name position separation date უნდა იყოს და ერთი ზოლი უნდა იყოს აი ამ პიროვნების შესახებ. ესე მუშაობს ეს 59 დავალება. კარგი. კარგი, მოდი ახლა გავაკეთოთ ჩვენ ერთ-ერთი ესეთი დავალება არის. აი ეს healthy დავალება რო არის, ანუ პირობა ის თანახმად არის ესეთი, რომ როდესაც ჩაერთვება პროგრამა, მოხმარებელს უნდა კითხოს ყოველ დღე, ანუ კვირის განმავლობაში Monday, Tuesday და ასე შემდეგ, რამდენი ნაბიჯი გადადგა
უნდა დათვალოს მთლიანი ნაბიჯების რაოდენობა კვირის ჭრილში, უნდა დათვალოს საშუალო არითმეტიკული ამ ნაბიჯების მაქსიმალური და მინიმალური დღიური, ესა რა ქვია, ნაბიჯების რაოდენობა. და ასევე უნდა ქნას რა ქვია, თუ კონკრეტულ დღეს ნაბიჯების რაოდენობა იყო ნაკლები ან ტოლი 10,000 ნაბიჯის, მაშინ უნდა დაუწეროთ ტექსტი, რომ მე მეტი ეცადოს, თუ 10,000-ზე მეტი არის, მაგ შემთხვევაში უნდა დავწეროთ, რომ კარგად ივარჯიშე ან რაღაცა მსგავსი. ესეთი ამოცანა გვაქვს მოკლედ გასაკეთებელი. ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს flows, ანუ flow არის აღწერას, ანუ რა უნდა მოხდეს ჩვენს პროგრამაში. ანუ აქ მაგ ხო. ეს გადავწიოთ. წავიდეთ აქ. მოკლედ პირველ რიგში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ის გვაქვს, ლისტი გვაქვს, ესე რომ ვთქვათ. კონტეინერი, ესე რომ ვთქვათ, და სადაც გვაქვს კვირის დღეები. მოთ ლისტად. კვირის ქართულად დავწერე. კვირის დღეები. ანუ შენ წარმოვიდგინოთ მანდი, თიუსდი, ვენსდე და ასე შემდეგ. კვირის დღეები გვაქვს შეგნით. კაი. ეხლა შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, რომ ჩვენ უნდა მოვაგროვოთ ინფორმაცია მასთან ნაბიჯების რაოდენობა, ანუ კლიენტმა უნდა ჩაგვიწეროს ნაბიჯების რაოდენობა ყოველ დღე. ანუ შესაბამისად ჩვენ უნდა მივადგეთ ამ კვირის დღეები, რაც გვექნება შენახული, ეს ხელით უნდა შევინახოთ და ვიღოთ თითოეული დღის დასახელება და დღიდან როგორც დასახელება, იმესე ვკითხოთ მოხარებას ეს ჩავსვათ ტექსტში, რომ ეს აბა ორშაბათისთვის რამდენი იყო ნაბიჯი. რაღაცას გვიპასუხებს, ის შევინახოთ და ჩავდოთ რაიმე ცარიელ მაშინ კონტეინერში. ანუ აქ უნდა ავაწყოთ მეორე ასე ვთქვათ სტრუქტურა, სადაც რა მოხდება, რომ აქ გვექნება for ციკლი, for loop-ი. აქ მანამდე გვექნება ესეთი კონტეინერი, მოთ იქნება ცარიელი ლისტი. ანუ შიგნით არ იქნება არაფერი. ხო? ანუ ცარიელი ლისტი გვექნება და ამ for ციკლის დანიშნულება იქნება, რომ აი ამ კვირის დღეებიდან აიღოს თითოეული დღე, შეეკითხოს users და useri რასაც უპასუხებს, რომ ის მერე შეინახოს აი ამ ცარიელ დიქშენერში, ცარიელ ლისტში. ესეთი ჩანაწერი. ანუ მის რა ნაბიჯების. მერე ამ ყველაფერს რომ მოვაგროვებთ, აქ ხო რიცხვები გვექნება, ხო, ნუ აქ ის დამავიწყდა, რომ უნდა მივთითოთ, რომ აქ უნდა იყოს ინტეჯერი. ეს რატო გადააწერა? ინტეჯერი უნდა იყოს. ეს. რომ შემოტანილი მონაცემი გარდაქმნას ინტეჯერად და ეს რიცხვები შევინახოთ. რატო ინტეჯერად? იმიტომ რომ გვჭირდება რიცხვებთან მუშაობა, უნდა გავიგოთ ამ რიცხვების მინიმალური ვარიანტი რომელი არის, მაქსიმალური ვარიანტი რომელი არის, საშუალო არითმეტიკული ჯამი რამდენი არის და ასე შემდეგ. და მერე უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა რომ მაგრამ ხო, ну, პრინციპში წავიდეთ მაგლობით. ანუ თითოეული დღე ავიღოთ და აი აქ მოთასებული თითოეული ნაბიჯი. და შევამოწმოთ, აბა ეს ნაბიჯი რამდენი 10,000-ზე ნაკლებია? თუ არა, ანუ ეს მესამე ამბავი არის. რომელიც ამის ქვემოთ, ამის მერე უნდა წამოვიდეს. ანუ ესეც აიღებს ასე რომ ვთქვათ, აი ამ მიდან.
ეს ამაში არ შედის. ხო. ნუ მოკლედ აი ამ რიცხვიდან რიცხვებიდეს ჩამონათვალიდან ჯერ აიღებს პირველს, მე მეორეს, მე მესამეს და ასე შემდეგ. და შეამოწმებს 10000-ზე მეტია? თუ ნაკლებია, თუ არ არის 10000-ზე მეტი, მაშინ უნდა დავწეროთ, რომ ეს არის მეტი ცადოს. თუ 10000-ზე მეტია, მაშინ კარგად იმუშავა. აქაც რადგან აქედან თითოეული რიცხვები უნდა მოვიღოთ, გვჭირდება for loop-ი. ანუ ეს სამი ესე თქვათ ფუნქციონალი გვაქვს ერთმანეთთან გადასაბმელი. კაი, დავიწყოთ ამისი მოგვარება. მოდი ეს დავაკომენტაროთ. ესე. და დავედით, რომ week days. და ეს იქნება აი ესეთი რაღაც. აი საჭირდება. მორთლი ლისტი გავაკეთებ მანი Tuesday, Wednesday, bla 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 bla. ეხა ნახე ქვემოთ რას დავწერ. მე მჭირდება steps per day. Und ცარიელი მჭირდება მე. ეს. ცარიელი მინდა. და რატომ მინდა ცარიელი? For day in weekdays. ესეთი რაღაცა მაქვს, ნახეთ. Weekdays-ი არის ეს, ანუ ეს კონტეინერი. და for ციკლის მუღამი არის, რომ თითოეული ელემენტი ამ შემთხვევაში რადგან ლისტი არის, ლისტის ელემენტი არის მძიმედან მძიმემდე, ხო? ელემენტები. ანუ მისი ერთი ელემენტი არის ეს სიტყვა თვითონ თლიანად. ეს სიტყვა ჩაჯდება day-ზე, აი ამ ცვლადში და ნახეთ day-სად ვიყენებ input-ის ტექსტის დასაგენერირებლად. Enter the number of steps for და რასაც აიღებს Monday, მერე Tuesday, მერე Thursday, ასე შემდეგ. აქ რო input შეეკითხება, შევინახავთ integers და აი ამ steps per day-ში ჩავტენით რიცხვს. და ეს for ციკლი შეეკითხება მანამ, სანამ მთლიანად არ ამოწურავს აი ამ ყველა ჩამონათვალს. და შეგროვდება აი აქ. მოდი გავტესტოთ. print steps per day. ანუ აი ამის გამომბეჭდვა მინდა. ეს გავაშუქოთ. დავედით აი ნახეთ enter the number of steps for Monday. ეს Monday მოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ხო აქიდან ამ for ციკლმა day-ში Monday ჩაწერა და ეს აქ მოხვდა. ვთქვათ რაღაცა. მერე enter the რაღაცა Tuesday. რაღაცა რიცხვები მივდით. მე Wednesday კიდე რაღაც რიცხვები, კიდე რაღაცა რიცხვები, Saturday და Sunday-ისთვის. და ეს რო ყველაფერი აქ ჩალაგა, შესაბამისად for ციკლი მორჩა, ანუ არც ერთი აღარ დარჩა, ყველაფერი აიღო და მერე გადმოვიდა გამოპრინტვაზე, რომ გამოიპრინტოს აი აქ რაც ჩალაგდა ის ინფორმაცია. თავიდან რო იყო ცარიელი, აი ამ ციკლმა აი ამაში ჩალაგა ინფორმაცია. და მივიღე აი ეს შედეგი. რაც მაქვს აქ. მშვენიერი. ეხლა, რადგან ეს რიცხვები გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. Sum steps per day. Sum-ი არის ფუნქცია, რომელიც გამზადებულია Python-ში. print. ეხლა გვინდა საშუალო არითმეტიკული, ხო? საშუალო არითმეტიკული გამზადებული ფუნქცია არ არის, თუმცა შეგვიძლია გამოთქვათ. საშუალო არითმეტიკული რას ნიშნავს, რომ ჯამი უნდა გავყოთ რაოდენობას. ჯამიც გვაქვს გამზადებული ფუნქცია და რაოდენობა თუ რამდენი რიცხვია ამა თუ იმ რიცხვი, მაგისი ფუნქციაც გვაქვს len-ი. len-ი როგორც ასოებს ითვლის string-ში თუ string-ზე მიუთითებთ, მაშინ დაგვითვლის ასოებს, თუ lists მიუთითებთ, თუ lists ჩაუდებ შეგიძლიათ, მაშინ დაითვლის მასში რამდენი ელემენტი დევს. შესაბამისად, ჯამს გაყოფს იმ ელემენტების რაოდენობაზე, რამდენიც არის, ანუ ამ რიცხვების რაოდენობას. მივიღებთ საშუალო არითმეტიკულს. მინიმალური და მაქსიმალური გვინდა, ხო? print max და print min. ესეც გამზადებული ფუნქციებია. მაქსიმალური რიცხვი, მინიმალური რიცხვი რამდენია აი ამ აქ დაგროვებული იმიდან. კარგი. ეხლა ნახეთ გავაკეთოთ ესეთი რაღაცა.
ჩვენ გვინდა რომ ეს რიცხვები რაც შევაგროვეთ მოხარებისგან შევადაროთ ამ 10000-ზე მეტია თუ ნაკლებია. რომ იმის მიხედვით გამოვბეჭდოთ შესაბამისი შედეგი. ანუ წავახალისოთ თუ დავუშვათ ნაკლები 10000-ზე და თუ 10000-ზე მეტი არის, მაშინ შევაქოთ. და ესეთი სვლადი შევქნათ, target იყოს 10000. მოთხოვთ სვლადში შევინახეს რიცხვი და დავიწყე for I in range ესე შემიძლია სხვა მეთოდი შეიძლება მაგრამ ესე წავიდეთ 7 ეს რას ნიშნავს რომ 7 რატომ 7 დღე მაქვს და 7 რიცხვი მაქვს ამ steps per day-ში შენახული ანუ 7 ჯერ მინდა რაღაცა რომ დაატრიალდეს და ეს I იქნება ჯერ 0, მე 1, მე 2, მე 3. აი range-ი როგორც გითხარით, უნდა ამის უკვე უნდა წარმოვიდგინოთ ლისტი, რომელიც იწყება 0-დან 7-მდე. მაგრამ 7 ცალი დევს, ანუ 0, 1, 2, 3, 4, 5, 6. ანუ 7 ცალი რიცხვი დევს შიგნით. და ნახეთ, რას ვაკეთებ? თუ აი ამ step per day-ში, რომელიც ცარიელი იყო და მე ხო მოვაგროვეთ user-ის მიერ შემოტანილი რიცხვებით. ინდექსები აქაც მუშაობს. როგორც string-ებზე მუშაობდა ინდექსები, ანუ დავუშვათ მეხუთე ადგილზე რომელი სიმბოლო დგას, მეექვსე ადგილზე რომელი სიმბოლო დგას, ანალოგიურად აქაც მუშაობს. ლისტში მენული ელემენტი არის ეს, მეორე ელემენტი არის ეს, ანუ 0, 1, 2, მეხუთე ელემენტი არის ეს, 0, 1, 2, 3, 4, 5, ხო? მეხუთე ელემენტი არის ეს ანუ შესაბამისად ჩვენ მე შემიძლია ინდექსითაც მივწვდე როგორც string-ებში ვწდებოდით ხოლმე კონკრეტულ ასობგერას. და ვეუბნები რომ weekday-ში, ანუ ამ შემთხვევაში მივმართავ აი ამ მას კვირის დღეების ჩამონათვალს მენული ადგილზე რომელიც დგას, ანუ აქ რაც იქნება და ნაკლები იქნება target-ზე. ანუ რო ვერ მიაღწიე მას target of steps. Ну ხო, ну 10000 ნაბიჯი ვერ გაია. მაგრამ სხვა შემთხვევაში რომ მიაღწია ამ შედეგს, ესეთი რაღაცა გამიბიჭდა. მოდი ახლა ეს გავუშვათ ისევ დავით. გავუშვათ რაღაცა, კიდე რაღაცა. ცოტა რიცხვი ჩავწეროთ, კიდე რაღაცა. ასე. და აქ მივიღეთ ჯამი. ხო ესეა. აი ეს აქ მორჩა ჩვენი შეყვანები. მერე გამოიბეჭდა აი ეს პრინტები. ანუ გონახე 1 2 3 4 ცალი პრინტი გვაქვს. 1 2 3 4 ცალი. ანუ ჯამი ყოფილა 224000. საშუალო არითმეტიკული 32000 ნაბიჯი გამივლია, ესე იგი საშუალოდ. მინიმალური, უბრალოდ მაქსიმალური ნაბიჯების რაოდენობა 124000, ყველაზე ცოტა 54 ნაბიჯი გადამიდგამს. და მერე იწყება ეს ციკლი, რომ ორ შაბათს, ანუ ეს ტექსტი საიდან მოვიდა? Weekdays 0, ანუ პირველი მასზე ხო 0-ს აიღებს. მენური პოზიციაზე რა დგას? Monday, კი ბატონო, Monday ჩასვა. You reach your target of 10000. ანუ პირველი რიცხვი რადგან მე მქონდა პირველ რა მქონდა 124000, ხო? 124000 ესე უფრო მეტი არის. და შესაბამისად დაიბეჭდა აი ეს. თორემ ეს არ დაგმაყოფილდა, იმიტომ რომ იმის რა ქვია, ნაბიჯების რაოდენობა ეს ტექსტი მაყოფილდება მაშინ, როდესაც ნაბიჯების რაოდენობა ნაკლები არის target-ზე, ან target-ი 10000 და რომელ დღეებში ნახე? Tuesday-ზე, did not და Saturday-ზე და Sunday-ზე. ანუ ამ დღეებში ვერ მივახციე იმ target-ს, რაც მე ჭირდებოდა. და ზუსტად იმის გამო, რომ აი for cycle-მა ეს თითოეული შემოწმება მაგითი გაიარა. ანუ ეს range 7 რო დავწერე, პლუს ამას ეს ნიშნავს, რომ 7 ჯერ მინდოდა რაღაცა პროცესის გაკეთება და პლუს ეს I გამოვიყენე იმისათვის, რომ ინდექსებად ამ ჩემ მოგროვებულ რიცხვებში და დღეებში გადამევა, ასე ვთქვათ, თითოეული ელემენტი ამოიღო ამ ლისტებიდან და
გამეკეთებინა. და აი ამ პრინციპით ყველა სანამ 7-მდე არ ავიდა, არ მორჩა და ყველა მაგითო გამომბიჭდა ეს ტექსტები. როდესაც მორჩა, გამომბიჭდა, სამითი დასრულდა ამ პროგრამის მუშაობა. მოკლედ, კითხვები ხო არა გაქვთ? კარგი, პრინციპში მე ვფიქრობ, რომ დღეისთვის ვფიქრობ, რომ საკმარისია, რომ თქვენ თვითონ ძალიანაც არ გადაგალოთ ამ ამოცანებით და ასე შემდეგ. და თუ რამე კიდე დამატებითი კითხვები გექნებათ, მე უკვე სამენტოროში გავიაროთ ეგ საკითხები უფრო კიდე დეტალურად, თუ რამე კითხვის ნიშნები დაგჭირთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოკლედ, წარმატებები თუ კითხვები არა გაქვთ ამ ეტაპზე.